მე მომწონს შემოქმედების სამი კანონი ვიჭირს და იმითო ვაკეთებ. ზრდას ხო პოზიტიური გაგებით აგრესია ჭირდება, მაგარი ბედნიერი ვარ რა. გაიძახი რომ აიმედე და ვიღუპებით კრიზისში ვარ და ეხა ღიმილი არ დავინახო აქ, იმიტომ რომ რა დროს ჩვენი ღიმილი არის, რა ფილტრებით უყურებ გარშემო ადამიანებს ან სამყაროს ზოგადად რა როგორ დამოიწყნა. შენ თუ ტრიბუნაზე ზიხარ ეგ არაფერი არ გამოვა რა, შენ თუ არ ჩახვედი მოედანზე და არ ქენი, არაფერი არ იქნება. და ეს რაღაცა არც წვადი დაწვა, არც შამფური დაწვა სტრატეგია თავი და ბოლომდე აქედან მომდინარეობს, რომ ბიზნესი საფათოა რა. ძალიან დიდი გამბედაობა ჭირდება ამ ამბავს რა. უზრდელო. გასაგები. ფაქტები რაც გულისხმობ რა. მე მირჩევნია ბრუტალური ტრანსპარენტულობა და გამჭვირვალობა და პირდაპირობა შემოვირო კულტურაში და ვიმეცადინოთ შეფასების გარეშე პირდაპირობაში, ვიდრე პირდაპირობა დავთმო, იმიტომ რომ მეშინია რომ შეფასებები წამოვიდეს რა. რთული წიგნია, რთული ეპიზოდი. რა გირჩევნია, იყო მართალი თუ ბედნიერი? შენს მართალი ხარ. წავიდა. წავიდა. საღამომშვიდობის გირი. საღამომშვიდობისა ლევან მეგობრებო, გამარჯობა. ივესალმებით მაყურებლებს, უდიდესი მადლობა. მინდა გადავუხადო იმისათვის რომ გვისმენენ, გვიკომენტარებენ, ღირებულ უკავშირს გვაძლევენ, გვაფოლოვებენ და მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვ მსმენელს და შევახსენო რომ ძალიან დაგვეხმარებით თუ ჩვენ არხს გამოიწერთ და დაგვიკომენტარებთ, ეს თქვენთვის ბევრი არაფერი არ არის, გარდა ღილაკის დაჭერისა, ჩვენთვის კიდე ძალიან დიდი მხარდაჭერა არის და ჩვენ კიდე სანაცვლოდ გვპირდებით იმას, რომ არ დავიშურებთ, არ დავიღლებთ და სულ უკეთეს და სულ უფრო საინტერესო თემებს და წიგნებს და სტუმრებს შემოგთავაზებთ. მოკლედ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. დავიწყეთ კიდე. დავიწყეთ. ისეთი წიგნი არის და ჩაწერამდე ვთქვით, რომ არის რთული წიგნი რა. და უცებ იმ წუთშივე გამახსენდა, რომ ამ წიგნის მთელი არსი არის, რომ კონტექსტი, ანუ რა, როგორც მოიხსენიებთ სიტუაციას, ისეთად ვლინდება ეგ სიტუაცია და ამიტომ ცოტა გამეცინა რა, რომ რთულ წიგნად რო ახსენეთ და რთულ ეპიზოდად, უცებ რაღაცა შევაბიჯეთ ამ გარემოში ისე რომ პირველი წესი დავარღვიეთ. პირველი წესი დავარღვია რა, უბრალოდ ისე ვქენით. ნუ არ დავემორჩილეთ, რავი, აქვია მაგას. კი ბატონო. მოკლედ, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ სტივ ზაფრონის და დეივიდ ლოგანის წიგნის შთაგონებით, რომელსაც ჰქვია პერფორმანსის სამი კანონი, პერფორმანსი რო გადავთარგმნოთ ბევრი ვიმსჯელეთ და ალბათ შემოქმედების ხარისხი შეიძლება ამ შინაარსში ჩავსვათ. და რაღაცნაირად შემოქმედების ხარისხის სამი კანონი შეგვიძლია დავარქვათ რა. ანუ უბრალოდ შემოქმედების სამი კანონი შეგვიძლია დავარქვათ. ეგეც შეგვიძლია ადამიანური შემოქმედების რაღაც სამი კანონი. ხო. თუ შემოქმედების უბრალოდ იცი რა, წინ წავიგდოთ საქმე. თუ თარგმნეთ ეს წიგნი რო ვიცოდეთ, როგორ თარგმნით. არ ვიცი, ალბათ შემოქმედების მე ამ შემთხვევაში მომწონს როგორც შინაარსი, ისე კონოტაცია, ისე ლაკონურობა და ასე შემდეგ რა. მოგეხსენება და რთულია ინგლისური სიტყვების სჩხარა ქართულ ენაში გამოყენება და ძალიან მიჭირს რა და ეს შემოქმედების სამი კანონი ეგ ვერსია მე მომეწონა, როცა მსჯელობდით, ძალიან მომეწონა ეგ ვერსია რა. კი ბატონო, ყოველდღიურ ენაში პერფორმანს ხმარობთ მაინც საბოლოო ჯამში, ჩემ თავზე რო ავიღო საქმიან გარემოში პერფორმანს ხმარობთ, ან შედეგიანობას, შედეგებს. აი და შედეგიანობას ხმარობთ ალბათ, მაგრამ აი შეიძლება ზუსტად მე მგონი თიკასთან რო ქონდა ეპიზოდი იქ საუბრობდით რა, ჩემ ჭკუაში შედეგიანობა არის გატოლებული ეფექტიანობა, efficiency-სთან რა, ანუ ესე ვთარგმნეთ თავის დროზე ეფექტიანობასთან. ხო, ანუ შედეგიანობა, ანუ რა ქვია მაგას, input-ი, ჩადებული რესურსის და უკუგების თანაფარდობა დავიქვით ეგ ამბავი რა. მოკლედ, სხვაგან წავედით ცოტათი, მაგრამ მე მომწონს შემოქმედების სამი კანონი. ეს ვერსია მე მომწონს, თუმცა არ გამოურიცხავ, რომ კომენტარები დაგხვდეს ალტერნატიული შეთავაზებებით, რაც ასევე ძალიან ღირებული საქმე იქნება. ძალიან კაი იქნება, სხვა შორს ეგ კაი რამე წამოწიე, ვიღებთ უკავშირს ხშირად ჩვენს მიერ ინგლისური სიტყვების ხშირად გამოყენებაზე. და
ერთის მხრივ სასწორზე დგას ჩვენი ბუნებრიობა და სხარტი საუბარი, ასე ვთქვათ. და მეორე მხარეს დგას, ასეც უკავშირს და მსმენელს ვეთანხმები, რომ კარგი იქნება თუ ნელ-ნელა მოახერხებთ და ამ ინგლისური სიტყვების შესაბამის ქართულ ტერმინებს შემოვიღებთ, დავნერგავთ, როგორც ვთქვათ, მაინდსეტზე ვიძახით ტვინწყობას, ხო? კი, რაც გამოდგა, რომ ძალიან აღმოჩნდა, რომ ძალიან რთული საქმეა. რთული საქმეა და ამიტომ მე ხა თხოვნაც რომ მივაყოლოთ მსმენელს თუ გიქნებათ კარგი შემოთავაზებები სიტყვების ინგლისური სიტყვების შესაბამის ქართულ ვერსიებზე დიდი სიამოვნებით მივიღებთ და ვისწავლით და შევეცდებით ჩავსვათ ჩვენს საუბარში ძალით არ ვაკეთებ. მოკლედ გვიჭირს და იმიტომ ვაკეთებთ. კი ბატონო, ძალიან კაი. ესე იგი, პატარა შესავალს გავაკეთებ. რაზეა ზოგადად სტივ ზაფრონის და დევიდ ლოგანის წიგნი ამ შემოქმედების სამ კანონთან დაკავშირებით. არის იმაზე, რომ ხშირად ბიზნესში და ასევე პირად ცხოვრებაშიც ზედაპირულ შეკეთებებს ვაკეთებთ ხოლმე პრობლემების. ზედაპირულად სულ არ გონია, ჩვენ გონია რომ ფუნდამენტურ შეკეთებას ვაკეთებთ, თუმცა საბოლოო ჯამში მე არც არაფერი არ ვისწორდება ხოლმე, ან შეიძლება უარესი შედეგიც კი მივიღოთ ხოლმე და ეს ამ ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ ეს შეკეთება არის ზედაპირული და არ ეხმიანება ფესვში პრობლემას, ანუ ინგლისურს გავავიარ, root cause რაც არის, ანუ საწყისი წყარო რაც არის, ასე ვთქვათ, პრობლემის და რაღაცა საფუძველში პრობლემას არ კი ბატონო. არ ვაგვარებთ ხოლმე. მადლობა. და მაგალითისთვის, კაი მაგალითი აქვს მოყვანილი სხვათა შორის ამ წიგში ვარიანტია, რომ ხანდახან შეიძლება ბიუჯეტი, მაგალითად ფინანსური პრობლემები თუ აქვს კომპანიას, პირველი ინტუიტიური ნაბიჯი რაც შეიძლება იყოს არის ის, რომ მოდი ხარჯები შევამციროთ და მიდის ხოლმე ბიუჯეტის შეკვეცა, რამაც შეიძლება დემოტივაცია მოახდინოს თანამშრომლების, რომლებიც დემოტივაციას რომ მოახდენს და რაღაცნაირად თანამშრომლობის კონტექსტი თუ შეიცვალო რომ ვაიმე და გვიჭირს და ვაიმე და პრობლემები გვაქვს, ხელის შაქნევაზე წავიდეს და მათი შემოქმედებითობა, ანუ პერფორმანსი დავარდეს, იმიტომ რომ ეს რაღაცა კონტექსტი შეიქმნა, რომ ვაიმე ცუდად გვაქვს საქმე და ამან კიდევ უფრო გააღრმავოს ზუსტად ის ფინანსური პრობლემა, რომელიც გამოც დაიწყო ამ ყველაფრის კეთება კომპანიამ. მან სრული ასე ვთქვათ ხარდაჭერით და დათანხმებით შემიძლია შემოგიერთე იმ კუთხით, რომ ეს ეგ ამბავი გამომიცდია ჩემ თავზე იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან დიდი ყურადღება ჩემ ჭკუაში დავუთმე საუბარს კამრების შემოჭერაზე, რაც საბოლოო ჯამში ცუდი საერთოდ არ არის, მაგრამ ყველაფერს თავისი დოზა აქვს, ნორმა აქვს თავისი. ზედმეტი მომივიდა, ყოველ შემთხვევაში ჩემი აღქმა ასეთია, ზედმეტი მომივიდა სავარაუდოდ და ეს რაღაცნაირად განწყობაში გადაიზარდა ადამიანების, რამაც მე ვერ ვიტყვი რომ გაფუჭდა რამე, მაგრამ შემიძლია ვთქვა რომ გაფუჭდა რამეში გულისხმობ ფინანსური შედეგიანობა, მაგას ვერ ვიტყვი, არ გაფუჭებულა. თუმცა შემიძლია ვთქვა ერთი რაღაცა, რომ ბევრად უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა, ვიდრე გაკეთდა. ამიტომ მგონია, რომ დაკარგული შესაძლებლობა იყო ეს. ანუ გაფუჭდა, ხო? მაგის მომიდოდა, რომ დაკარგული შესაძლებლობაც გაფუჭებაა რა, თუმცა ერთი შეხედვით თითქოს არაფერი არ გაფუჭებულა. ზუსტად კამრების შემოჭერა, ბარემ შევობიჯებთ და ზუსტად იმ ენის შედეგი არის, ხო? როდესაც ვიძახით, რომ კამრები გვაქვს შემოსაჭერი, აპრიორი კონტექსტი არის, რომ გვაქვს კრიზისი, აპრიორი კონტექსტი არის, რომ რაღაცეების დრო არის და რაღაცეების დრო არ არის და შესაბამისად ჩვენი ტვინი აჩერებს შესაძლებლობებზე ფიქს და მარტო ფიქრობს იმაზე, რომ ვაიმე დედა, ეხლა კამრების შემოჭერის დროა და მოდი ზედმეტს არაფერს არ გავაკეთებ და მარტო იმას გავაკეთებს, რაც გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. შესაბამისად ორგანიზაცია, ან ინდივიდი თუნდაც, ან ოჯახი თუნდაც შედის გადარჩენის რეჟიმში და არა ქმნილების ზრდის და შემოქმედების რეჟიმში. და ზუსტად ეს ამბავი არის, ეხლა ამ წიგნში რაც არის საუბარი, რომ კონტექსტი, ანუ ის თუ როგორც აღიქმება ჩვენთვის სიტუაცია,
განაპირობებს იმას თუ როგორც მოქმედება და მოდი პირდაპირ პირველ კანონში შევაბიჯოთ და პირველი კანონი ამ წიგნის ავტორების მიერ ჩამოყალიბებული იძახის რომ ადამიანის შემოქმედების ხარისხი განპირობებულია თუ როგორ აღიქვამს ის მოცემულ გარემოებას. კი ბატონო. და პირველივე კითხვას გამოუშვებ შენთან რომ რა მაგალითი შეიძლება გაგახსენდეს რომ ეს აღქმა იყო რაღაცნაირი და შესაბამისად შენი ქმედებები იყო შესაბამისი ამ აღქმასთან და თუ მე გექნება რომ ეს აღქმა დაატრანსფორმირდა და შეიცვალა როგორ შეიცვალა ქმედებები აი პრინციპში ხარ რასაც ყვებოდი ეგ არის ალბათ მაგალითი იმდენად მე თვითონ ხელი შეუწყე იმაზე მეტად ვიდრე საჭირო იყო რომ ჩამოყალიბებულიყო ჩემი აღქმაც ეგეთი იყო სამწუხაროდ ჩამოყალიბებული იყო ჩემს გარშემო აღქმა რომ ვართ გადარჩენის რეჟიმში და ეს ეხა რომ ვიხსენებ რა ადვილია რეტროსპექტივაში საუბარი ეხა რომ ვიხსენებ პირდაპირ ესეთი ტექსტით საუბრობდი რომ მისაუბრია შეიძლება არ იყოს ეს ყოველდღიური საუბარი მაგრამ მისაუბრია რომ ვართ რაღაცნაირად გადარჩენის რეჟიმში ამ მოძრომის სხვა შორის აი სიტყვა ძალიან turnaround-ი რომელიც ჩვენ თარგმნეთ შემოbrunებად თუმცა რაღაცა რატო ვთქვი სპეციალურად ინგლისურად რომ შემოbrunებას ჯერჯერობით არ არის ისე ჩემთვის ყოველ შემთხვევაში დანერგილი ეგ სიტყვა რომ ის დატვირთვა ის კონოტაცია კონდეს რაც მოაქვს ჩემთვის სიტყვა ინგლისურ სიტყვას თუმცა ამ შოვა ბოდი შეაწყვეტე რატო გავუბრალ ზუსტად იქ თემა არის როდესაც ჩვენ უკუკავშირს ვიღებთ და ვცდილობთ ქართული ტერმინების დანერგვას ჩვენ რო კონტექსტი გვაქვს ისეთი რომ ჩემი აღქმით turnaround უკეთე სიტყვა კი ჩვენი აღქმით turnaround უკეთე სიტყვა იმიტომ არის რომ არც არის რომ სხვა სიტყვა არ გვიხმარია შესაბამისად მიჩვეული ვართ მაგას და ვგონია რომ შემოbrunება მაგ შინაარს არ იძლევა და ერთადერთი გზა რომ შემოbrunება მე შინაარს მოხდეს არის რომ ვიძახოთ შემოbrunება turnaround-ის მაგივრად და აი მაგითთან გამომდინარე შემოbrunება კი ბატონო არა არ ვაპროტესტებ მით უმეტეს არ ვაპროტესტებ იმიტომ რომ ნათარგმნი გვაქვს ეგრე ეგ სიტყვა და წიგნში გვაქვს გამოყენებული და გამოცემული გვაქვს ეგ წიგნი ხო და შემოbrunების პროცესს პრაქტიკულად ბჭყალებში ვაბრალებდი ყველაფერს რა და ეს უბრალოდ იმდენად ასევე ბჭყალებში გამიტყვა რომ ეს ზღვარი ჩემი აზრით აშკარად გავმაზე ამ ქართულ მაგრამ ჟარგონულ სიტყვას ვიხმარ და ეგ გავიდა ორგანიზაციის DNM-ში ეს დღევანდელი გადასახედიდან ასე ვაფასებ. ხო ვერ ვიტყვი რომ იმ მომენტში ამას აღვიქვამდი, დიდი ალბათობით ვერ აღვიქვამდი. მაგრამ ამ გადასახედიდან ეხა ესე ვაფასებ და ამან როგორც თქვი მოიტანა ის შედეგები რომ გაცილებით მეტის და გაცილებით უფრო სწრაფად გაკეთება სავარაუდოდ შეგვეძლო, მაგრამ გაცილებით უფრო ფრთხილები ვიყავით რა. ანუ რეალურად ზრდას ხო ცოტა ნეგატიური გაგებით არა, პოზიტიური გაგებით აგრესია ჭირდება რა. აუცილებლად რისკიანი და აუცილებლად თამამი ნაბიჯები ჭირდება იმას რომ გაიზარდო. ზუსტად და როდესაც სიფრთხილის კონტექსტიდან საუბრობ ყველაფერზე, ამ ქვეყანაზე საუბრობ სიფრთხილის კონტექსტიდან, ისდები, მაგრამ ისდები ძალიან ისე რბილად ისდები, მსუბუქად ისდები. მაშინ როდესაც მეორე მხრივ გინდა რომ ლოგიკურად ხვდები და აცნობიერებ რომ გინდა ზრდა, იმიტომ რომ ზრდა და განვითარება არის ეგ არის ხო ცხოვრება, ეგ არის იდეა მთელი რა. ასე რომ ბევრი საუბრის შემდეგ ესეთი მაგალითიც არ არის ნაცხოვრები მაქვს მაგ პროცესში და გავლილი მაქვს ხო? ანუ მაგალითია იმ კუთხით რომ ბევრი წელი მაქვს, რამოდენიმე წელი მაქვს მაგ რეჟიმში ნაცხოვრები და სულ ბოლოსკენ ალბათ დავიწყეთ და პირველ რიგში მე დავიწყე ჩემი საუბრის შეცვლა რომ იქნებ გამოსულიყავით აი ამ გადარჩენის კონტექსტიდან, გადარჩენის ტვინწყობიდან და გადავსულიყავით ზრდის და განვითარების ვთქვათ კონტექსტში და რეჟიმში და შესაბამისად შეგვეცვალა ტვინწყობები და დღეს რომ უყურებ რამდენად უფრო
ბზარდი, რამდენად უფრო მე ვიტყოდი ლაღი, რამდენად უფრო ხალისიანი არის ეს კომპანია, გულწრფელად ვიტყვი, რომ მაგარი ბედნიერი ვარ რა, იმიტომ რომ ხვდები, რომ ყველაფერს აქვს თავის დრო რა და ძალიან სწორი იყო ყველაფერი, რაც გაკეთდა, ალბათ გადარჩენას ჰქონდა თავისი დრო, ალბათ შემოbrunებას ჰქონდა თავის დრო და ძალიან კარგია, რომ ეხლა გარედან ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს. ის კომპანია, რომელზეც მე ვსაუბრობ, იმედიელზეა საუბარი, არის დღეს ჩანს, რომ არის დის და განვითარების და იმ სილაღის რეჟიმში, რაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მაგრად מחარებს. ამიტომ ეს მაგალითი ეს არის მაგალითი და არ არის ჰიპოთეტური მაგალითი, პირადად მაქვს ნაცხოვრები ამ მაგალითში. ძალიან მაგარია, მე ზუსტად ეგ კომენტარი რა ჩაკითხვა მინდოდა, რომ შემოbrunებას აქვს თავისი მნიშვნელოვანი ქმედებები, ალბათ რაც გასაკეთებელია რა, მე იგივე ბიზნესის გულიდან და უბერჟოლის და Best Buy-ის მაგალითი რო გავიხსენოთ, ხართ ეფექტურობას ყურადღება მიაქცია იმ ადამიანმა და ამავე დროს არ ნიშნავს, რომ ან სიტუაციაში ხარ რა, ან შემოbrunებას აკეთებ და ხართ ეფექტურობას შვები და გაიძახი რომ აიმედე და ვიღუპებით კრიზისში ვარ და ეხლა ღიმილი არ დავინახო აქ, იმიტომ რომ რა დროს ჩვენი ღიმილი არის, შეიძლება ორივე დაიყოს, ხო, ანუ შენ პარალელურ რეჟიმში უყურებდე და არ ხარჯავდე თანხებს იმაში, რაც არ ეხმარება ხედვას და მისიას, ორგანიზაციის და განვითარების გზაზე რაც არის და ამავე დროს ენაში და შესაბამისად მე კულტურაში ვქონდეს შემოქმედებითი სიტყვები და არა შემაფერხებელი სიტყვები და გადარჩენაზე დამოკიდებული. მე მახსენდება ევექში საშა რო გვიტარებდა ვორქშოპებს, საშა კაცმავს გულისხმობ, მან გქონდა რა ეს რაღაცნაირი სიტყვები იყო, რომელიც იყო რა ქვია დამავიწყდა სახელი რა, ანუ ნეგატიურ შემზღუდველი სიტყვები და limiting factors ხო, შემზღუდველი სიტყვები და პირიქით რა, მეორე რა იყო ამ აღარ მოხსნას და შემოქმედებითი სიტყვები, ანუ პოზიტიური სიტყვები რაც იყო რა, როგორც იყო ემოციებზეც იგივე იყო ის, ანუ ყველაფერს აქ ეს რაღაცა შეიძლება ხავირია ცოტა ვერ გამოვიცი. არა იდეა, მაგრამ შემზღუდველი რწმენა წარმოდგენები არსებობს. და არსებობს რომელიც გამოიხატება კონკრეტული სიტყვებით, ყველაფერი გამოიხატება კონკრეტული სიტყვებით და მეორე არსებობს მაგის საპირისპირო, თუმცა ტერმინს ვერ ვიხსენებ. მოვიწყდა მე სიტყვა და ზუსტად პირველად მან შევიგრძენი თუ როგორ იცვლება შენი აღქმა სიტუაციის, როცა ცვლი სიტყვას რა, ეს ზუსტად იმავე კატეგორიაში ჯდება ის თიკარო გითხრა რომ როცა გეუნებიან არ გამოვა კითხვა დასვი როგორ გამოვა, ანუ ეს როგორ გამოვაც twins ავტომატურად ეუნება რომ როგორ გამოვაზე იფიქროს და არ გამოვა და დავამთავრეთ და გავაგზავნოთ გზა და იგივე არის მაგრამის და დას ანუ მაგრამის მაგრად დას ჩანაცვლება რა, როდესაც და ტოვებს კიდევ სივრცეს იმისთვის რომ ერთად არსებობდეს ეს ორი რაღაცა წინადადება და შესაბამისად რაღაც გამოსავალზე იფიქრო. იგეთივე ვარიანტები ეხლა მე მაგალითად მახსენდება რა მაგალითიც მინდა მომეყოლა პირველ კანონთან დაკავშირებით იყო რომ ერთ-ერთ ორგანიზაციაში ახალი დაწყებული რომ მქონდა მუშაობა, მან ერთ-ერთი პირველი შეხვედრა რაც მქონდა ერთ-ერთ ჩემ კოლეგასთან. მაგ შეხვედრის მერე გამოვედი და რაღაცნაირი ჩემი დასკვნა გამოვიტანე ამ ადამიანთან დაკავშირებით და თქვი რომ მოკლედ არ არის რა კომპეტენტური ასე ვთქვათ რა და დამთავრდა მან რა, ანუ როგორც კი მე ეს სათვალე გავიკეთე, ანუ ეს ფილტრი ასე ვთქვათ, ეს ლინზა გავიკეთე, შესაბამისად ჩემი აბსოლუტურად ყველა ქმედება მაგ ლინზიდან გამომდინარეობდა რა, ანუ მე თუ სიტყვაზე ვიძახი, ხო, მე თუ სიტყვაზე ვიძახი რა, მე შესაბამისად მე მიკრომენეჯმენტში ვიყავი ჩასული და ხშირ შეწინააღმდეგებაში და ხშირ გადამოწმებაში და ხშირ კონტროლში. იმიტომ რომ აქედან გამომდინარეობდა და არა იმიტომ რომ რამე რეალური ქმედებები მაგისკენ იუწყებოდა. რომ ბევრი ქმედება შეიძლება რაღაცა ვითარებაში, როგორც ყველა ჩვენთაგანს გვაქვს კომპეტენტური და რაღაცა შეიძლება არ აქვს. ანუ ყველა ნაწილში ჩვენ ხო 100%-იანი კომპეტენციით არ გამოვირჩევით, ხო? და შესაბამისად ეს ფილტრი განზოგადებული გამოვიდა უკვე. და ეგეთი ბევრი მაგალითია ცხოვრებაში, ხო? მაგალითად ხო, აი ეს რო გავაგზავნო უბრალოდ. აქ შემდეგ ეგ დავაფიქსირე
აი ეს სტივ ზაფრონი, რომელი ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენელიც იყო, გარდაიცვალა სხვა შორის ეს სტივ ზაფრონი, არის Landmark Education, რომელიც შენც გავლილი გაქვს, მეც გავლილი მაქვს, არის ტრანსფორმაციული ფორუმი და მაგ ფორუმში პირველად გავეცანი ზუსტად იმას, რომ რა ფილტრებით უყურებ გარშემო ადამიანებს ან სამყაროს ზოგადად რა როგორია სამყარო როგორია შეიძლება როგორია შენი თავი და ყველაფერზე გვაქვს ჩვენი ჩამოყალიბებული რაღაცა ფილტრი და იმ ფილტრში ვატარებთ რა სამყარო შეიძლება ჩვენთვის იყოს რაღაც უსამართლო სამყაროთ უსამართლო ფილტრია მორჩა დავდივარ ჩვენ დავიარებით იქსევი შესაბამისად და არის მე ხდება სამყარო ავტომატურად უსამართლო იმიტომ რომ რა თქმა უნდა უსამართლო მომენტები არის სამყაროში და ჩემი ფილტრი რო არის უსამართლოზე მორგებული ხედავს მართლო უსამართლო ნაწილებს ჩემი ტვინი ეძებს უსამართლო ნაწილებს და შესაბამისად მე მტკიცებულებებს ვაგროვებ იმასთან დაკავშირებით თუ როგორია ეს სამყარო უსამართლო რო დავუბრუნდი ამ მაგალითს მე ვაგროვებდი მტკიცებულებებს თუ როგორ იყო ეს ჩემი კოლეგა არაკომპეტენტური იმიტომ რომ ჩემი ტვინი მაგას ეძებდა და ეგ როგორც კი დავატრანსფორმირე და საუბარი შედგა და თქვი რომ იცი რა მე არასწორი დასვნა გამოვიტანე რაღაცა და ჩემ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას 100% რომ ეს ისტორია ჩემი შექმნილია. ხო. და მოდი მე ეხლა დღეიდან პირობას გაძლევ რომ ამას აღარ ვიზამ. რადიკალურად შეიცვალა აღქმა, რადიკალურად. და მე უკვე გამოჩნდა თურმე რომ რამდენი რაღაცა აქ ამ ადამიანს გაკეთებული, რომელიც ანუ საოცრად დასაფასებელი არის. და ძალიან შორს არის არაკომპეტენტურობაზე. ხო. ეს მე არის რომ ვაიმე ღმერთო ანუ რამდენ ჯერ ვაკეთებ მაგას ან რამდენ ჯერ მაგ გაკეთებული და ამიტომ ეს მარტო რატომ მოყევეს რომ მარტო ორგანიზაციულ რაღაცა სიტუაციაზე შეიძლება რომ ადამიანებზე კონკრეტულ პატარა ვითარებაში ადამიანებზე შეიძლება იყოს მორგებული რა ახლა შენ ლენდმარკი ახსენე და იდეაში ეს წიგნი გამსჭვალულია ბევრი იმ იდეით, რომელიც შემდეგ გადატანილია ლენდმარკის პირიქით არის რა? ან პირიქით. ეს ხო, მე ისტორია ვიცი უბრალოდ, ანუ ეს წამოვიდა EST არის, ეგეთი ფორუმი იყო, რომელიც ჰქონდა როგორ დამავიწყდა? აი მაგიდან კარგი როგორ დამავიწყდან კაირილსი გამოვა ძალიან მინდა გითხრა რა. დამავიწყდა. სახელი დამავიწყდა. და გაბახსენებ. კაი, ნუ პირიქით არის პირიქით. სახელი დამავიწყდა. EST-დან დაიწყო, შემდეგ გადაკეთდა რაღაცა დროს ცოტა ხანი გაჩერდა ეს ფორუმი და მე გადაკეთდა Landmark-ად და ანუ ამ Landmark-ის მისვეურებს ორი მიმართულება ჰქონდათ აღებული რა. ერთი არის საცალოში, სადაც მაქსიმალურად ხარჯ-დეფექტური და ანუ შეძლების დაგვარად IAP ფორუმი არის ტრანსფორმაციული, რომელიც ზუსტად მაგაზე მუშაობს, რომ ჩვენ ენა და ჩვენი აღქმები როგორ განაპირობებს თელ ჩვენ ცხოვრებას, რომელიც საბოლოო ჯამში წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე ჩასული არის მომავლის მოლოდინში და მეორე არის ვანტო ჯგუფი ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაცია, რომელიც ზუსტად ამ მიგნებებზე და ამ კანონებზე დაფუძნებული აკეთებს ტრანსფორმაციულ მენეჯმენტ საკონსულტაციო მომსახურებას უტარებს უზარმაზარ ორგანიზაციას ხო ხა იგივე ამ წიგში არის რაღაცა ერთ-ერთი გლობალური მაინინგ როგორ არის ქართულად მოპოვება ხო? მოპოვება ხო. წიაღისეულის მომპოვებელი ორგანიზაცია ლონმინის სამხრეთ აფრიკის ის რა ქვია მაგარო ქვია ხო მაგას ხო ეს არის ტრანსფორმაციული თემა სადაც რაღაცა მოყვები მე მაგალითად ამიქ მე კიდევ რიბოკის кейსი იყო ამ წიგში დიდ და ცნობილ კომპანიებს უწევს ამ ტიპის კონსულტაციებს. ეხლა ეს მოყვები ხო პირიქით არის ხო რა? ხო, მესმის და აი რა მინდოდა მე თქვა იდეა რა იყო რომ ეს კანონები ერთი ხრივ თითქოს არის გამიზნული ბიზნეს საქმიანობის ჭრილშია მოყოლილი ასე რომ თქვა და ფორმულირებული, მაგრამ სინამდვილეში არ არის ეგრე. არ არის ეგრე რა, გულისხმობ რომ გამოყენებადია ყველა მიმართულებით და მაგიტომ თქვი რომ უშუალოდ ფორუმი Landmark-ი უშუალოდ პრინციპში იგივე კანონებს უბრალოდ არა ბიზნეს მიმართულებით გეხმარება რომ გამოიყენო და შენ ბევრჯერ ახსენე სიტყვა ტრანსფორმაცია და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია ჩემი აზრით რა ეს ციგნი არ ცდილობს პრობლემების მოგვარებას ისევე როგორც არ ცდილობს მაგალითად ფორუმი პრობლემების მოგვარებას ეს ციგნი თulis რომ ტრანსფორმაცია არის
გამოსავალი, ასე რომ ვთქვათ და არა რაც თავიდან დაიწყე, არა ზედაპირული პრობლემების მოგვარება, არა ადამიანების პრობლემებად აღქმა და მათი ასე ვთქვათ შეკეთება, ასე რომ ვთქვათ, არამედ ტრანსფორმაცია და ეხლა ამდენ ხანი რაზეც ვსაუბრობთ, აღქმის ტრანსფორმირება შეიძლება მხოლოდ მეც ვერაფერს ვერ უზამ რა. აღიქვამ რაღაც ესე და უნდა ტრანსფორმირდე და აღიქვა ისე. და ამაში გეხმარება სხვადასხვა სავარჯიშოები, ესე ვთქვათ, მაგრამ აუცილებელია შენი მონაწილეობა პირველ რიგში რა. შეუძლებელია შენი მოედანზე ჩასვლის გარეშე ზუსტად ეს წიგნი იყენებს მაგას, შენ თუ ტრიბუნაზე ზიხარ, ეგ არაფერი არ გამოვა რა. ანუ შენ თუ არ ჩახვედი მოედანზე და არ ქენი, არაფერი არ იქნება. ზუსტად ტრანსფორმაციაზე ყველაზე კაი თემა რაც არის, რომ საბოლოოდ შენ ვერაფერს ვერ შეცვლი. აღქმობა შეცვალ. ცვლილება არის ილუზია. ვერაფერს ვერ შეცვლი. გარემოებებს ხო საერთოდ ვერ შეცვლი. და შენ თავსაც რეალურად ვერ ვცვლებ. ანუ იმიტომ რომ შენ თავში არის ყველაფერი ის, რაც არის. შენ ზოგ ნაწილს შეიძლება ცუც ეძახი, ზოგს კარგს, ეგ შენი შეფასება არის თავიდან ბოლომდე. ან შეიძლება იმიტომ ეძახი კარგს და ცუც რომ ვიღაცა სხვა აფასებს ესე და მე შენ შესაბამისად იგივე შეთანხმებაზე შეხვედი, თუმცა რეალურად არაფერი არ იცვლება. ტრანსფორმირდება, ანუ შენი აღქმა თუ ტრანსფორმირდება, მე შენი ქმედებები იცვლება. შენი ქმედებები რო იცვლება, მე იცვლება შედეგები. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში აბსოლუტურად ყველაფერი რაც ხდება, არის შენი მოქმედების შედეგი და არა სხვა რამის. ანუ ფიქრიც ყველაფერი სხვა დანარჩენი გარდა მოქმედებისა შეიძლება პრელუდიად ჩათვალო მოქმედების, რომ თუ არ იმოქმედე, საბოლოო ჯამში მე არაფერი არ ხდება მაინც, ხო? შედეგი არ შეიძლება. ზუსტად ამას გვეუბნება ეს წიგნი, რომ ადამიანის აღქმა, ანუ ადამიანის შემოქმედება განპირობებული არის იმაზე თუ როგორ აღიქვავს ეს ადამიანი გარემოებას. მათ შორის მისგან დამოუკიდებელ მოვლენებს როგორ აღიქვამს პირველ რიგში მე ესე ვიტყოდი. ხო და ეხლა მე რა მინდოდა კიდე ერთი მაგალითი მქონდა ეგეთი რომ დესაც მუშაობდი UX-ში მაშინ მქონდა ეგეთი განხილვა. დეტალები აღარ მახსოვს, შეიძლება კოლეგა რომ მოისმენს მე შემახსენოს, მაგრამ დეტალები აღარ მახსოვს. იყო ერთ-ერთი პროექტი შემოთავაზებული. ჩემი აღქმა ამ პროექტზე იყო, რომ პროექტი იყო კარგი ძალიან და ამავდროულად ჩვენ სპონსორს ვერ ვიპოვიდით. იმიტომ რომ შეუძლებელი, ეგეთი აღქმა მქონდა, ეგრე მოვიხსენიებთ, რომ შეუძლებელია ამდენი თანხაზე სპონსორის პოვნა ამ ვადაში. და აქედან გამომდინარე ვერ ჩავეტებით ჩვენ ბიუჯეტში და აქედან გამომდინარე ჩვენ თუ ბიუჯეტში ვერ ჩავეტებით მე შესაბამისად ჩემი პერფორმანსი თუ რაც ქვია შემოქმედება ამ კონკრეტულ წელს იქნებოდა შეფასებული დაბლად მივიღებდი შენიშვნას და აქედან გამომდინარე ბლოკავდი პროექტს. ანუ ეს იყო ჯაჭვი. ხო. მარტო ეს ყველაფერი აღქმა იყო არაფერ ობიექტურზე დამოკიდებული რა. ანუ თავიდან ბოლომდე იყო რაღაცა ჩემი რწმენა წარმოდგენებიდან გამომდინარე, რომელიც ალბათ რაღაცა წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ну რავი, აბა სპონსორი რანაირად უნდა იშოვო ახალმა შექმნილ ბრენდმა ორ თვეში. პირობითად ვიძახი. ხო, მესმის. რადიკალურად სხვა რამე მოხდა, როგორც კი ჩვენ დავდგეთ და ვთქვით, რომ არა, ამას ვაკეთებთ და ეს არის გასაკეთებელი, ანუ ესეთი მიზნები გვაქვს. და ერთ-ერთი არის სპონსორი. ჩამოვწერეთ მე სია და მოკლედ ზღაპარის ბოლო როკეთილი არის ის, რომ ვიშოვეთ. ანუ ვიშოვეთ სპონსორები, მაგრამ სანამ აღქმა არ შევცვალეთ, მე პირადად სანამ აღქმა არ შევცვალე. წინ არ მიდიოდა საქმე საერთოდ. საერთოდ წინ არ მიდიოდა საქმე. გასაგები კი არა და მესმის აბსოლუტურად რა, მაგას ვიზიარებ რა. ძალიან მაგრად ვიზიარებ პროფესორად რა, აღქმის შეცვლა არის კრიტიკული და მაგიტომაც არის ალბათ პირველივე კანონი რა. მაგითი ვიწყებთ, ყველაფერს ვიწყებთ მაგითი რა. ცალ-ცალკე არც ერთი კანონი არაფერს არ აშავებს, თუმცა გეხმარება თავისთავად ესე რომ ვთქვათ, მაგრამ ერთობლიობაში სულ სხვა შედეგი შეიძლება გქონდეს. და ნუ ეს პირველივე კანონი მართლა საფუძველია რა, საძირკველია აღქმა თუ არ შეცვალე ვითარების არაფერი არ გამოდის რა. მოდი მე ესე ვიტყოდი რა, ჯერ უნდა გავიაზროთ იმისი, რომ ჩვენი მოქმედებები განპირობებული არის ჩვენი აღქმებით. ჩვენი აღქმები კიდე განპირობებული არის რაღაცა რწმენა წარმოდგენებიდან და როგორც წესი წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რო წარმოიდგინო, ბავშვი არის ყველაზე კაი მაგალითი, ხო? ანუ ბავშვი რო იბადება, მას არაფერზე კონკრეტული აღქმა არა და ის სრული ცნობის მოყარეობით მზად არის რომ ყველაფერში შევარდეს. შემდეგ რაღაცა გამოცდილებიდან გამომდინარე,
ის რაღაცა დასკვნას აკეთებს და შემდეგ უკვე სამომავლოდ ასე ვთქვათ ეს დასკვნა გადააქვს მომავალში და იცვლება იქიდან, ხო? რამე მაგაზე ბაქეთი კაი ის არის ხოლმე. მაგალითები რომ თუ ქონია გამოცდილება ბავშვობაში რაღაც რაიმე კითხვას თუ დაგისვავდა მასწავლებელი და სწორი პასუხი რო გეგონა რომ იცოდი და ხელს იწევდი მაგალითად და გამოგიძახეს თქვი პასუხი და აღმოჩნდა რომ არასწორი იყო და დაგცინეს. მე არ მქონია გითხრას. არა, ხო, ანუ კაი მაგალითად მაგდროს როგორ წესი არის ხოლმე რომ რავი, ან რაღაცა დასკვნა გამოაქვს, ან ხელს აღარ იწევრა. ან ხელს აღარ იწევა, ან ჭკვიანი რომ ან მნიშვნელოვანი რომ ძალიან ვიმეცადინო და შესაძლოა მეცადი ნეხდება, იმიტომ რომ იქ გამოცდილება აღარ უნდა რომ გაიაროს და ასე შემდეგ. იგივე პირველი რაღაცა გულგატეხილობა შეიძლება იყოს იგივე ხა. მე მქონდა მაგალითად რომ პირველად გოგორო შემიყვარდა ესეთი არც თუ ისე სასიამოვნო გამოცდილება იყო უარის მიღების, მოკლედ მე იქ რაღაცა ნასვამი ვიყავი, ვტიროდი, მთელმა კლასმა ნახა და მოკლედ აი ძალიან ერთი რამოდენიმე კვირა ვიყავი სერიოზულად დარწმუნებული, ასე ვთქვათ, სკოლაში და მას მე არასოდეს გოგოსთვის ჩემი გზნობები არ გამიზიარებია, მანამ სანამ 100% დარწმუნებული არ ვიყავი, რომ მასაც იგივე გზნობები ქონდა. ანუ მერჩივნა რომ ყველა სხვა სტრატეგია გავამეყერებინა და ჩერეზ ან რაღაცა სხვადასხვა ხერხებით გამეგო ჯერ მისი აზრი და შემდეგ უკვე გავხდარიყავი მოწყვლადი, ასე ვთქვათ რა. მეორე თემა არის რომ ასევე რაც არ დაგავიწყდება კიდე ერთი წარსული გამოცდილება რაც შეგვიძლია გავაზიარო მაქსტოპის ბიზნეს წარუმატებლობა რაც ქონდა ჩვენ ოჯახს და მათ შორის ჩემთვის პირველი სამსახური იყო ეგ მას მე მეგეთ დასვლა მაგალითად რომ ბიზნესი სახიფათო არა და ჯობია კორპორატიული სამსახურით იარო და ამავე დროს სულ ყოველთვის ბიზნესი მინდოდა და ამიტომ ცალიფეხი სულ ყოველთვის რაღაცა ბიზნესში მაინც ჩაყოფილი მქონდა და ეს რაღაცა არც წვადი დაწვა არც შამფური დაწვა სტრატეგია თავი და ბოლომდე მაქედან მომდინარეობს რომ ბიზნესი სახიფათოა რა აქ შეიძლება ისეთი რაღაცა მოგივიდეს რომ ჰოიდედა ნუ რაც არ არის მაინდა-მაინც ტყუილი თუმცა ეგ არ ნიშნავს რომ არ უნდა გააკეთო თი არის ტყუილია თუ სიმართლეა ნუ არასწორი ალბათ უბრალოდ სიტყვა იქნებოდა მე თქო ტყუილი კი არა არასწორი ანუ ის რომ ბიზნესი არის მაღალ რისკიანი რა ქვია მაგას პროექტი ესე დავარქვათ მე მგონი ეგ ცხადია რა ვიდრე შემდგარი ჩამოყალიბებული ინსტიტუცია სტარტაპი არის ყოველთვის უფრო მაღალ რისკიანი ხა მაგაზე ხო თახვდებით ეს სტარტაპი შენ იქნება თუ არ იქნება შენი არ იცვლება მაგითი რისკის პროფილი ამ საქმიანობის მაგის აღქმები არსებობს სხვანაირი ერთ-ერთი აღქმა ალექს ჰორმოზის მაგალითად არის რომ არა დამოკიდებული არის გაჩერდები თუ არა კი ბატონო რისკიანი არ არის მარტო იმ შემთხვევაში არის წარუმატებლობა გარანტირებული თუ გაჩერდებიო ნახე შევედავები არა ნახე რისკს რას გულისხმობ იცი რომ არა ყველა ვარიანტში მოიგებ თუ არ გაჩერდები ხო თუ არ გაჩერდები და იმუშავებ და არ მოისმენ ეგრეთ წოდებულ რჩევებს იმ ხალხზე რომელსაც არასდროს ეგ საქმე არ გაუკეთებია და შენ მაინც მიზანმიმართულად გააკეთებ და უკავშირს მიიღებ ნახავ რა მიმუშავა რა არ მიმუშავა და გაუმჯობესების ელემენტებს შეიტან და გააგრძელებ კეთებას ყველა ვარიანტში გამოგივაო ძნელი არ დაეთახმა ხო და ალბათობით გამოგივარ მაშინ აღქმის ამბავია რა მე როგორ აღვიქვა ამას გამოდის ეგეც ნაწილობრივ კაი ეგ ისე თემა კი ბატონო ეგეც ეგ არის არა ისეთი საკაი თემა თავის თავაცხადია აღქმის ამბავია მაგასე არ ვდაობ მაგრამ ნუ ეგა ლონმინი არის ზუსტად ის მაღარო თუ რაც ქვია ის სოციალიზმის მომპოვებული ორგანიზაცია რომელიც მაგალითი იყო აქ იყო ერთი კაი მაგალითი ეგეთ აღქმაზე რა თუ გახსოვს შავკანიანი ქალი რო წამოდგა ერთ ჩეკრებაზე და მისი აღქმა იყო რომ მოკლედ ყველა თეთრკანიანი არის რასისტი და ყველა თეთრკანიანი არის ასე ვთქვათ დამნაშავე იმიტომ რომ აპარტეიდის დროს იზრდებოდა ეს ქალი შესაბამისად უწევდა ბავშვობაში მოსამსახურედ ეშრომა არც თუ ისე სასიამოვნო თეთრ ხალბატონის სახში და განწირული იყო ეს შეხვედრა წარუმატებლობისკენ იმიტომ რომ ერთი ადამიანი იყო რომელიც მეორე ადამიანს აღიქვავდა როგორც ჩაგურელად რა შეუძლებელი იყო მან რაიმე ტიპის პერფორმანსია შემოქმედება დამდგარიყო და სანამ ეს აღქმა არ დატრანსფორმირდა ეს ორი ადამიანი როგორც ერთმანეთს არ ლაპარაკობდა და ამას ხედი შეუწყორა ამ რომ ერთმაც და მეორემაც დადო მაგიდაზე რომ კი მე ვაცნობიერებ რომ მე შენ გიყურებ როგორც რასისტი იმიტომ რომ
საერთოდ არ შუაში არ ხარ შენ, მაგრამ აი ეს იყო და იმან თქვა რომ კი მე მესმის შენ რატომაც ეგრე მიყურებით რომ მე მესმის რომ ჩემი კანის ფერის მქონე ადამიანებმა წარსულში შენი კანის ფერის მქონე ადამიანები დაჩაგრეს. სანამ ეს ინტერაქცია არ შედგა ამ ორ ადამიანს შორის, საქმე წინ არ მიდიოდა საერთოდ. კი, ეგ მაგალითია, ეგრე იყო და იდეაში წარმომიდგენია რამდენად რთული იყო განსაკუთრებით ფერატკანიანის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა, რომ წარმოუდგენელია ხა აპარტეიდ გამოვლილმა ადამიანმა ძალიან დიდი გამბედაობა ჭირდება ამ ამბავს რა და მართლა ძალიან ესეთი სამბეწავი მაგალითია რა ერთი შეხედვით ხო იცი ჩვენ რო არასდროს ჩვენში გულისხმობ ჩვენ კულტურას არასდროს არ შეხებია ხო პრინციპში ისტორიულად არ შეხვებია რასისტული რაღაც თემები ხო ამიტომ შეიძლება ერთი შეხედვით ვერც აღიქვა რამდენად მძიმე და სიღრმისეულ პრობლემაზეა საუბარი და რამდენად გამბედავი ნაბიჯი იყო იმ ქალბატონის რომელიც სახელი არ მახსოვს და მეორე მხრივ რამდენად გამბედავი ნაბიჯი იყო იმ მეორე ფრანგი ქალბატონი იყო თუ სწორედ მახსოვს ხო თეთრკანიანი ქალბატონის რომელმაც პრინციპში ბოდიში მოიხადა ცოტა გამარტივებულად გამომდის ეხლა მაგრამ ხო აი როგორ თქვა ხელები აწია ასე ვთქვათ და მოასუფთავა ველი ახლის შესაქმნელად რა მოასუფთავა წარსულის გამოცდილებისგან ველი იმისაც რომ შექმნილიყო ახალი და ნუ რაც კარგია საბოლოო ჯამში ხა ეს როდესაც მთელ მაღაროზე გავრცელდა ასეთი ტიპის კომუნიკაცია და ასეთი ტიპის ურთიერთობა კი ვნახეთ ამ წიგნში აღწერილ მაგალითში რამდენად ხო შემდეგ რა მოყვა წარმატებას მიაღწიეს რა ხო შემდეგ რა მოყვა ხო ამას რომ მე CEO ახალი დანიშნული ვინც იყო იმან აიღო და ყველა სტეიკჰოლდერი თითქმის ვინც იყო იქ აი თარგმნა ეხა სტეიკჰოლდერი დაინტერესებული მხარე ოკეი თუ დაკავშირებული ხარ დაინტერესებული მხარე მე მგონი ანუ ამ მხარე რომელიც ზეც გავლენა აქვს ამ ორგანიზაციის მუშაობას რა აი ანუ ორ სიტყვად უნდა ვთარგმნოთ დაინტერესებული მხარე ხო ეგ არის სტეიკჰოლდერი ეხა პირველი რაც გამახსენა მოკლედ დაინტერესებული მხარე მოიწვია შეხვედრა ჩაატარა იმ რეგიონში თუ უბანში რომელშიც არასოდეს თეთრები არ მიდიოდნენ და მენეჯმენტი არ მიდიოდა ანუ თავიდან ბოლომდე ისე ვთქვათ ეგრეთ წოდებული წინა ხაზის ლუქია ლურჯ მუშათა კლასს ხო ლურჯ საყელოიანების ასე ვთქვათ ცისფერ საყელოიანების უბანში სადაც ნუ ეს მაღაროელები მუშაობდნენ და მოკლედ მძიმე სამუშაო სადაც არის ყველაზე იქ შეკრიბა შეიძლება იგი იყო უკვე პირველი ისეთი ნაბიჯი იყო რომ ცოტა ანუ აქ ხალხი მოვიდა ესე იგი ცოტა კინული ოდნავ დაიწყო გალღობა შემდეგ ორი დღე იყო ეს შეკრება და პირველი დღე თავიდან ბოლომდე დაუთმეს იმას რომ ყველამ ამოიღო და დადო მაგიდაზე ის წარსული წყენები და ის რწმენა წარმოდგენები და ის ეგრეთ წოდებული დეფოლტი როგორ არის უკვე განპირობებული მომავალი ხო რაღაცნაირად ანუ ავტომატური მომავალი უკვე რომელზეც ეგონათ რომ იქნებოდა მაგიდაზე დადეს და რაღაცნაირად თითქოს დაიცალა ეს ხალხი და მე აიღო და CEO დაფაზე ხო წერდა ამ ყველაფერს და ერთ-ერთი რაც გააკეთა იყო რომ საერთო მომავალი შექმნეს მე საერთო ხედვა და ეს რაღაცნაირი ურთიერთობა ჩამოაყალიბეს იმიტომ რომ სივრცე გახსნა ამ CEO-მ ამ მოწყვლადი საუბრის და შემდეგ ერთი მაგარი დანაპირები გააკეთა რა რომელს არავის არ ჯეროდა რომ შეასრულებდა რომ თუ გინდაო გაიგო ჩვენო რა დღეში ვართ ერთ-ერთმა მაღაროელმა უთხრა მოდიო და დაიძინეო ჩვენთან ერთად აქა და აქ და ეს არც 10 და დილის 4 საათის ცვლა რომ მოდიო და იმასთან ანუ დაიძინა და დილის 4 საათის ცვლა რომ მოვიდა იმასთან ერთად გაიღვიძა და ანუ იქ საერთოდ ხალხს არ ჯეროდა რომ ეს CEO-მ გააკეთა და მან დამთავრდა ანუ ისეთი ნდობა ჩამოაყალიბა რომ შემდეგი ეტაპი რომელიც უკვე მართლა საქმიანი პროცესები არის საკეთებელი და ეგრეთ წოდებული შემოbrunება რომ დაიწყო რაღაცები გაქვს საკეთებელი სანამ ამ ნდობას არ მოიპოვებდა სანამ ამ ავტომატურ მომავალს არ გააქრობდა ამ ორგანიზაციაში არავინ არ გაყვებოდა საერთოდ ამას ან გაყვებოდა ცალკბად და უბრალოდ არ გაკეთდებოდა რა და მაგაზე მახსოვს ის სტატისტიკა რაც არ ვიცი გასულ რა მოყვანილი არის თუ არ ვცდები რაც სტრატეგიების 70% ხო ახალი სტრატეგიების 70% მოულდინებს ვერ ამართლებს და 73% დაგეგმილი ცვლილებებისაც წარუმატებლად სრულდება და ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან რომ ზუსტად ამ
საფუძველში პრობლემა არ გვარდება, ანუ აღქმების და რწმენა წარმოდგენების და ამ ავტომატური განპირობებული მომავლის გასუფთავება არ ხდება და საერთო ახალი მომავლის შექმნა არ მიდის. ხო, ახმა არ იცვლება მოცემულობის. ეხლა მანდ ვერ შევედრები ნამდვილად ჩემი მაგალითებით მაღაროელებს და მათ პრობლემებს, მაგრამ ალბათ ყველაზე გავრცელებული მაგალითია ჩემ ცხოვრებაში წარსული გამოცდილებიდან განწყობის შექმნა მომავალში გასაკეთებელი საქმისადმი რა. ასეთ რამეს შევხვედრი ვარ, გადავკვეთილ ვარ ასეთ რამესთან, აი უთვალავ ალბათ რა. და ძალიან ინტუიტიურად ყოველთვის ვცდილობდი რომ აი ეს რაღაცნაირად ველი მომესუფთავებინა რა, რაღაცნაირად სუფთა ფურსლიდან დაწყების რეჟიმში გადამეყვანა ყველანაირი საუბარი. მე ხა ვერ ვიტყვი რა მიჭირს გავიხსენო ხა რაღაც კონკრეტული ერთი კონკრეტული მაგალითი რომელზეც რაღაც A პუნქტში ეს იყო და B პუნქტში სხვა რამე მოხდა, მაგრამ ეს იყო რაღაცნაირად თითქოს მუდმივი მაგალითი ჩემს კარიერაში საუბრობ მე, რა ვიცი. პრაქტიკულად ყველა სამსახურზე ვსაუბრობ და აქ ხალგასმის მინდა ვთქვა, რომ მე თვითონ ვიყავი არაერთხელ იგივე სიტუაციაში, როდესაც მე თვითონ მქონია ახმა, რომ ეს ასე იქნება და ეხლა აქ საინტერესო რაა, რომ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში საინტერესო რაა, რომ ერთის მხრივ გამოცდილება ხო ძალიან მაგარი რაღაცაა რა, გამოცდილება არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული აქტივი, რომელიც პრინციპში ვერ იყიდი დროის გარდა ვერაფრით რა, ერთის მხრივ. და მეორეს მხრივ, რამდენად ხელისშემშლელია თუ არ შეცვალე შენივე დამოკიდებულება გამოცდილების მიმართ. ეხლა ამ ეპიზოდისთვის რომ ვემზადებოდი რა, გამიჩნდა არ მახსოვდა ძალიან ბევრი რაღაცა და გამიჩნდა ბევრი პარალელი, გამიჩნდა ბევრ სხვა წიგნთან, რომელმაც ჩემზე რაღაც გარკვეული შთაბეჭდილება, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რა. მაგალითად, აი ხა როდესაც გამოცდილებებზე საუბრობთ რა, ეგრევე წავედი რეი დალიოზე რა, პრინციპებთან დაკავშირებით რა. რომ მე პირადად ძალიან არ გაგიკვირდება შენ, მაგრამ მე პირადად ვთქვათ კომფორტულად ვერ გზნობ თავს რეი დალიოს თავარ პრინციპთან ბრუტალური გამჭვირვალობა რა. იმიტომ რომ არ მომწონს ბრუტალური ძალიან მომწონს უბრალოდ მეშინია ბრუტალური გამჭვირვალობის პრინციპის გამოყენების ჩემს მიერ არა, მე დარწმუნებული ვარ რომ მე კარგად ვიყენებ ბრუტალურ გამჭვირვალობას, მაგრამ მეშინია ზოგადად რამდენად ყველა გამოიყენებს ისე აი ამ კონცეფციას, როგორც საქმე სჭირდება რა და არ აღიქმება და ამას ბევრჯერ შევხვედრილა ცხოვრებაში პირდაპირობა, მოდი გამჭვირვალობა და პირდაპირობა ეხა რაღაცნაირად დავატოლოთ თუ რაც ქვია მაგას ერთმანეთთან, ხშირად პირდაპირობა არ არის იმ დანიშნულებით გამოყენებული, რა დანიშნულებაც უნდა კონდეს პირდაპირობას და გამჭვირვალობას რა. და აი პრინციპში ესე გადავხდი გამოვიდა რა მეორე კანონზე პრინციპში რა. და ეს რაღაც დონეზე ეხმიანება უკვე ამ მეორე კანონსაც რა. რომ ეს გამჭვირვალობა და საუბარი ფაქტებისთვის დარქმევა თავის სახელების რა, ეგ არის გამჭვირვალობა, მაგრამ პირდაპირობა, რომელიც შეფასებებში გადადის რა, ეგ არ არის გამჭვირვალობა. აი ზუსტად მანდ მაქვს დისკომფორტი რა, ძალიან ხშირად ჩვენ პირდაპირობას ვეძახით, როდესაც ჩვენ შეფასებას ვდებთ ამა თუ იმ მოვლენაზე რა. შეფასება არ არის ჩემ აღქმაში, კიდევ ერთხელ ვამბობ, არ არის რაზეც ვსაუბრობთ, როდესაც ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე რა. შეფასებები არის ცალკე თემა რა. აქ გამჭვირვალობა არის, როდესაც ფაქტს არ მალავ, როდესაც ფაქტს არ ალამაზებ, როდესაც ფაქტს ზუსტად არ ამახინჯებ
სხვადასხვანაირი შეფასებებით რა. აი ეგ კონცეფცია მესმის. როგორ წარმოგიდგენია რომ ადამიანმა სანამ მეორე კანონს ვიტყვი რომ ვახსენებ და არ ვახსენებ რა არის სანამ მაგას ვიტყვი როგორ წარმოგიდგენია რომ ადამიანმა მოყვეს რაიმე ისტორია ხო ისე რომ არ იყოს მისი სუბიექტური პრიზმიდან დანახული ეგ ისტორია და არ შეიცავდეს რაიმე ტიპის შეფასების ელემენტს ან მაგალითად როგორ უნდა მოვყვე მე აი ეგეთი კითხვა არ არის მაგალითად წარმოვიდგინე როგორ უნდა მოვყვე მე ისტორია რომ ერთმა კოლეგამ როდესაც შეხვედრაზე რაღაც ახსენა მაგან ახსენა მე დამატრიგერა ჩემში გამოიწვია წყენა იმიტომ რომ მე ჩავთვალე რომ ამ კოლეგის ქცევა ჩემს მიმართ იყო უპატივცემულობა პირობითად აი ეგ ისტორია მაქვს მაგრამ არ მინდა რომ ეგ ისტორია დავმალო იმიტომ რომ ეგ ისტორია თუ არ გამოვიტანე გარეთ კულტურაში ცუდად გადაითარგმნება და მინდა რომ რაღაცა თუნდაც მედიაციით ჩვენ ერთმანეთში ეს ვისაუბროთ ანუ არ დავტოვოთ უთქმელი ერთმანეთში როგორ წარმოგიდგენია რომ ვიყო პირდაპირი ისე რომ არ ვთქვა რომ ჩემი სუბიექტური შეფასება ამ სიტუაციის ეგეთი იყო მე შეიძლება არ შეგაფასო შენ როგორც არა ან უზრდელად არ შეგაფასო იმიტომ რომ შენ თვითონ გაეცი პასუხი ჩემს მას კითხვას მაგას ვამბობ ზუსტად თქვა რომ შენ რაც თქვი მე შემეხო ეგ ფაქტის ჩემი აღქმული სამყაროს შენთვის გაზიარებაა რა მაგრამ მე შემეხო და მე მიაყოლო შეუზრდელო აჰა გასაგები ხო ხვდები რაც გულისხმობ რა და ძალიან ხშირად ნუ რავი ეგრე ხდება რა პირიქით იწყება შეუზრდელო შენა და მე ხდება ფაქტის მოყოლა ხო და მაგიტო მაგა ეს რაღაცნაირ ჩანერგილი შიში მაქვს მე ამას შიშის გარდა სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ რა ჩანერგილი შიში მაქვს აი ასეთი კომუნიკაციის შიში მაქვს კი არა დასანახად ვერ ვიტან ასეთ კომუნიკაციას მაგრამ შიში მაქვს როდესაც აი პირდაპირობას ახსენებენ მე პირდაპირი ადამიანი ვარ ამას რომ მეუნება ვიღაცა ეგრევე კაი ეხა ესეც გადათარგმნე მაშინ ტრიგერდები როგორ თქვა ტრიგერდები არის არ ვიცი ხო აი მაშინ მოდი დავტოვოთ იწვევს შენში რაღაცნაირ მას რა ქვია რეაქციას კი ბატონო მაშინ მე რეაგირებ კაი ხო რეაგირებ რაღაცნაირ კაი მაშინ მე მაინც ტრიგერდების ვიტყვი და დაველოდები შემოთავაზებას როგორ ჩავანაცვლოთ ეს სიტყვა კაი მე რა კაი მაგალითი მოიყვანე და მაგაზე უბრალოდ ჩვენ ვაპირებთ რომ რეიდალიოს ბაქციგზე ვისაუბროთ ამიტომ წინასწარ არ გავუსე მოვლენებს მაინც ვიტყოდი ერთ რამეს რომ მე მირჩევნია ბრუტალური ტრანსპარენტულობა და გამჭვირვალობა და პირდაპირობა შემოვიღო კულტურაში და ვიმეცადინოთ შეფასების გარეშე პირდაპირობაში ვიდრე პირდაპირობა დავთმო იმიტომ რომ მეშინია რომ შეფასებები წამოვიდეს რა 100% მოყვები მაგ არც კი მიფიქრია სხვა ვარიანტი მე უბრალოდ თქვი რომ მაგიტო მეშინია რომ მაგის მეშინია თორე ეს არ ნიშნავს რომ მოდი უარი ვთქვა და მოდი ყველაფერი შევალამაზოთ მაგას უარ ვამბობ პირიქით მაგის ძალიან მოწინააღმდეგე ვარ და აქვე გადავდივარ კიდე მეორე პარალელზე რაც გამახსენდა ზუსტად იგივეს საუბრობს მაგალითად ჯიმ კოლინზი ზუსტად იგივე საუბრობს როდესაც ლაპარაკობს იმაზე რა ქვია ინგლისურად შეხედე რეალობას ბძიმე რეალობის აღქმას, როდესაც ვთქვათ გვავალებს ესე რომ ვთქვათ რა, რომ აუცილებელი პირობა იმისაც რომ რამე შეცვალო, რეალობა დაინახო ისე როგორც არის, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს, იმისათვის რომ მე ილაპარაკო შეცვლაზე. თუ შეალამაზე რანაირად უნდა შეცვალო რა, ეგ ლოგიკა. აი, მეორე კანონი ახლა ვახსენეთ, მეორე კანონი არის მოცემული გარემოების აღქმა განპირობებულია საკომუნიკაციო ენით. ანუ რას ნიშნავს ეგ? რომ საკომუნიკაციო ენა ფართე გაგებით რო ავიღოთ, ანუ ეს იქნება საუბარი, ეს იქნება ეგრეთ წოდებული body language, ანუ სხეულის ენა, ეს იქნება სახის გამომეტყველება, ეს იქნება თუნდაც ჩაცმა, თუნდაც ჟესტიკულაცია, ან მიმიკა ნებისმიერი. ეს არის რაღაცნაირი კომუნიკაცია, რასაც ადამიანები ერთმანეთში ვაკეთებთ. და მოცემული გარემოების აღქმა განპირობებულია იმ აღწერითი იმ ენით, რასაც ჩვენ ვიყენებთ. და მაგალითები მაგისი შეიძლება იყოს რაც ჩვენ თქვით რა, ანუ რომ დავიწყეთ ეს ეპიზოდი, ხო?
რთული წიგნია, რთული ეპიზოდი. კი. მორჩა, ჩვენი აღქმა, ჩვენივე ენით შეკოწიწდა, რომ ეს არის რთული წიგნი, რთული ეპიზოდი და ეხაც მიმდინარეობს რაღაცნაირად ისე რა, რომ აი მოდი აბა გაატალინე. ხო და ამის ტრანსფორმაცია ამავე დროს ხდება სიტყვით. ანუ გარემოების აღქმა რო შევცვალოთ, პირველ რიგში უნდა შევცვალოთ სიტყვა. ანუ კომუნიკაცია უნდა შევცვალოთ ჩვენ ერთმანეთში. და ეხა ეს ამაზე მაგარი მაგალითი აქვს მოყვანილი წიგში ელენ კელერის. ეს ელენ კელერი მე როგორც ვიცი მე გავიგე, მაგრამ ისეთი მაგალითი არის რა. მოკლედ ეს ელენ კელერი სმენა და საუბრის უნარი დაკარგა 18 თვის ასაკში. შესაძლოა ეს ადამიანი იყვება, რომ საერთოდ არანაირი აღქმა ცხოვრების არ ქონდა მას გარდა სხეულის შეგრძნების. მეტი სხვა აღქმა საერთოდ არ ქონია. და როგორც კი ისწავლა ჟესტების ენა, ანუ რითაც ყრუმუნჯები ერთმანეთს საუბრობენ, მისივე სიტყვებით აღმოაჩინა ადამიანობა ზოგადად. თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი, აღმოაჩინა სიტყვა სიყვარული, აღმოაჩინა მომავალი, აღმოაჩინა წარსული და რომ დაუფიქრდე, ჩვენ ყველაფერი რაც გაგვაჩნია საერთოდ რაღაცა ტიპის საკომუნიკაციო ენით არის რეალობაში შემოტანილი. სხვა შემთხვევაში არ არსებობს. ხო, ეგრეა ულაპარაკოთ ეგრეა. ანუ სიტყვა კი არა და პრინციპით რო კონცეფცია, კონოტაციისაც ეგ არის რა. ანუ სიტყვა და კიდე კონოტაცია აქვს ყველა სიტყვას. ის კონოტაცია არის ჩემთვის კიდე უფრო ბევრის მთქმელი რა, იმიტომ რომ ხო, ეგ არის მთქმელი რაც არის რეალურად რა. კი, მაგას ეძახის. ხო რა, აღარ მახსოვს, unsaid to undelivered communications არის ეძახის. unsaid but communicated, ანუ უთქმელი თუმცა კომუნიცირებული რა, ანუ ის არ იძახი, მაგრამ კომუნიკაცია წავიდა და მაგაზე ბუფ, ესეთი მაგალითი მოვიდა, გამახსენდა იგივე ორგანიზაცია და იგივე კოლეგა, რომელსაც ასე ვქვია, პროექტს უბლოკავდი, იმიტომ რომ სპონსორს ვერ უწევდით, აღარ მახსოვს, ხო, ზუსტად რა იყო, აღარ მახსოვს, მაგრამ ერთი რაც მახსოვს იყო, რომ ჩემ ჭკუაში სიტყვები ყველა ნარჩევი იყო, რაც ვიხმარე. ანუ რაღაცა უკუკავშირს უბრუნებდი ჩემ ჭკუაში და ყველა სიტყვა აი ფაქიზად ავარჩიე და დავეჯახეთ ერთმანეთს მაგ საუბარში. და საბოლოოში რეფლექსია რო გავერთი იყო, რომ ფონად ქონდა ჯაჯმენტი. ანუ ეს უთქმელი, მაგრამ კომუნიცირებული რაც იყო შეფასება. და შეფასება რომ შენ ესეთი ხარ, შენ ესკენი და ეს შეფასება მაგ ადამიანმა მიიღო, ანუ მოისმინა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ სიტყვა შეიძლება ეგ არ იყო თქმული. მოისმინა და შესაბამისად დაცვითი რეჟიმით დაბრუნდა და მე იყო საუბარი რაღაცნაირად დაძაბული. და ეგეს რო გავაცნობიერე, მაშინ ძალიან აქტიურად კოუჩინგში და ტრანსფორმაციაში ვიყავი და ძალიან მალე მაგებს ვაკეთებ, რომ გავაცნობი და ეგ რო ვთქვი, უცებ დაგვილაგდა. რა იმიტომ ხო, ეგრე მომესმინაო მეცო. და ანუ აი ნათელი მაგალითი თუ როგორ რაღაცას ვიძახით, მაგრამ სხვა რაღაცა მიყვება კომუნიკაცია კიდე ისე რომ ჩვენ შეიძლება საერთოდ ვერ ვაცნობიერებთ მაგას. ვიძახით თითქოს რაღაც სიტყვას, მაგრამ უკან ჩვენ რაიმე ტიპის შეფასებას ან ფონად რაიმე ჩვენ არ ვიცი რა ქვია მაგას, მაგრამ რაღაცა ტიპის კომუნიკაციას ვაყოლებს და მეორე ადამიანი ხვდება ხოლმე მაგას. ისიც შეიძლება ქვეცნობიერად ხდება, მაგრამ ხვდება რომ რაღაცა ენერგია გაიცვალა მაგ დროს. შეიძლება პოზიტიურიც იყოს, შეიძლება ნეგატიურიც იყოს, შეიძლება ნეიტრალური იყოს, მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ რას გულისხმობ, რომ ეს ეხა მე რა მაგალითად მოვყევი, იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ გავაკეთე ერთი ტიპის სიტყვიერი კომუნიკაცია და მივაყოლე ართქმული სხვა კომუნიკაცია საკმაოდ გაუცნობიერებად. ეგეთი მაგალითის კატეგორიაში გადის მაგალითები, უბრალოდ, რათა ასევე ხშირად გქონია. რაღაც არ აქვს მნიშვნელობა რა სიმართლე ვიტყვი ხა როგორ უფრო ხშირად არა ხა პირველი რაც მახსენდება, როდესაც საზრისზე ვსაუბრობ რა და ვესაუბრები 10 ადამიანს საზრისზე რა და მინდა იმათი ადამიანისგან ვიგზნო ისეთივე ჩართულობა მიბმულობა არ ვიცი რა დავარქვა ამ სიტყვას ჩართულობა ალბათ რა ამ საზრისის გარშემო როგორცაც მევგზნობ რა და იქედან რო იღებ პასუხს კი მაგრამ ამ კიკიში რო ისმინება
კი, კი, ეგ რა. აი ხო შანსი არ არის ეს მერე გამოვიდეს, ხო გამორიცხული გამოვიდა. ამას ხო გზნობდი, გზნობდიც არასწორი სიტყვა, მესმოდა ეგ ყოველთვის და ეხლა სხვებზე ლაპარაკს თავი გავანდი, მე თვითონ რამდენჯერ დარწმუნებული ვარ, რამდენჯერ მithქვამს, არ აქვს მნიშვნელობა სამსახური თუ არა სამსახური, რაღაცაზე ერთი შეხედვით თანხმობა, მაგრამ აი ჩემს სიტყვებში რო იგზნობა, რომ აი პირველივე შესაძლებლობაზე რომ უარი ვთქვა ამაზე, რაღაცას დავაბრალო ვიზამ მაგას რა. ნახევრად კიები. კი, ნახევრად კიები და ნახევრად კიები რა. მაგას საშაკას მან ეძახდა ნახევრად კიის. ხო, ნახევრად. ოჯახში ხშირად ხდება ხოლმე ეგეთი რომ კი, ნახევრად კი რო არის და თელი შელი ეს უთქმელი კომუნიკაციით მე რო დაგაქი ეგ რა. ხო და აი როგორ ჯობია მაგრამ თქვა ავი არა რა. ხო და ჯობია რომ მან დავხარჯოთ ენერგია და დრო რომ ეგ რთული საუბარი შედგეს ჩვენ შორის რომ ეს ნახევრად კი და ნახევრად არები არ იყოს ჩვენ ურთიერთობებში ვიდრე იყოს რა იმიტომ რომ ზუსტად ეგ გვეშინია ნახე ისევ ტრანსპარენტობაზე რომ წავიდეთ მოკლედ იმის შიშით რომ სხვა ადამიანს ვაწყენინებთ ვაკეთებთ რაღაცას ცალკბად და მაინც ვაწყენინებთ იმ ადამიანს იმიტომ რომ ეს ცალკბად გაკეთებული საბოლოო ჯამში იზრდება არ მგონია რა მე ჩემ ცხოვრებაში და ჩემი გამოცდილებით ცალკბად ნაკეთებს არაფერს შედეგი არ მოუტანია. იდეაში ლოგიკურია ხა ცალკბად ნაკეთებმა ცალკბად დავარქვათ რამე სხვა ხوار შეიძლება დავარქვა. აი მაგალითისთვის რა ნახე როგორ მაგალითს ვიზახი. წამოგავისეირნოთ. წყვილის მაგალითი. მოდის მეუღლე, ან რა შეყვარებული და იგონება რომ წამოგავისეირნოთ. შენ ამ დროს გინდა რომ ტელევიზორს უყურო. მაგრამ გასედებაზე უარი რო უთხრა მეუღლეს გონია რომ აწყენინებ. და ამიტომ ვნები ნახევრად კიის. კაი, წა. როგორ წარმოგიდგენი ეგ სეირნობა რამდენად სასიამოვნო იქნება ან შენთვის ან მეორე ადამიანისთვის. კი, არ გასაგებია. მაგას თქვენ ცალკბად გაკეთებული სეირნობა რა. კი, მე ცალკბად კონცეფციასთან პრობლემა არ მაქვს, უბრალოდ ეხლა დავფიქრე რომ ცალკბად ეგ ტერმინი ხო და არც მეერს ეგ ტერმინი მას ვქნათ რა ქვია გამოვიყენოთ ახლა რთულია გავაპიაროთ მოგლეთ ხაი ეგ არ აქვს მაგას შოვამში თქოში ერთ-ერთი გამოხატულება ამ უთქმელის თუმცა კომუნიცირებულის არის შიდა ხმას ეძახის ავტორი და ლენდმარკში თუ გახსოვს ქვია always already listening ანუ უკვე წინასწარ განპირობებული მოკლედ ეს შიდა ხმა რაღაცა ფილმში არ კიდე ძალიან კარგად გადმოცემული აღარ მახსოვს რევოლვერში თუ როკენროლაში აღარ მახსოვს მოკლედ სად არის მაგრამ ეს ტიპი რომელიც არასდროს არ ჩერდება აი ხა რომ დააფიქსირო რომ დააკვირო კი არასოდეს არ ჩერდება სულ რაღაცას იძახის შენზე სხვაზე გარემოებაზე სულ რაღაცას ლაპარაკობს სულ და იმდენად ჩვენი თავი გგონია ეგ ხშირად ფიქრებს ვეძახით მაგას არ და ეგ ფიქრი არ არის ფიქრი არის მაგ ხმას თუ აყვები და მე შენ ცნობიერად იწყებ უკვე მაგ ხმასთან საუბარს ეგ არის უკვე ფიქრი მაგრამ ის ხმა შენ დამოუკიდებლად ავტომატურად მოდის ვერ აჩერებ არასდროს არ ჩერდება სუჩართულია და მაგაზე რაც დავაფიქსირე პირველად ეგ იყო რომ იგივე ლენდმარკში რომ საუბრობდით როგორც კი ვიღაცა ლაპარაკობს იმ წუთშივე ირთვება ჩემი შეფასება იმ ადამიანის ლაპარაკს კი ეხლა აქ რეგულის ხმა ეს ხო ეს კი მასე ჩემზე თქვა არა და ეს და ამას უსმენ რა შენ ამ ტიპს და მე ამას უსმენ თუ იმ ადამიანს ვის ლაპარაკობს კიდე კაცმა არის ეგა რომას უბრალოდ მაგას გარი ხოლმე და თქვა რომ შენ კი არ უსმენ ადამიანს არავინ ამზადებ პასუხს იმაზე თუ რას თქვა მაგ ადამიანმა შენთვის და მართლა ეგრე არის და ეგ ხმა რაღაცნაირად თან ვერ აჩუმებ მაგას თელი უბედურება ის არის რომ მაგ ხმა შენ ვერასდროს ვერ გააჩუმებ ერთ-ერთი რაც შეიძლება გააკეთო არის რომ გააცნობიერო რომ მოვიდა და მე არჩევანი გააკეთო რა სიტყვი ამას დაუჯერებ თუ არ დაუჯერებ იმიტომ რომ არ არის აუცილებელი რომ ამას დაუჯერო ხო ეგ არ არის აუცილებელი ხო არის ეგ შიდა ხმა საერთოდ ისე ცოტა უცნაური საკითხია ალბათ ხშირად
იგივე შიდახმაზე ვამბობთ, ინტუიციას იგივე შიდახმას ვეძახით. პრინციპში. და ალბათ ინტუიციას ვეძახით, როდესაც შიდახმის რჩევა გაამართლებს და მაგას ვეძახით ალბათ მაგარი ინტუიცია მაქვს. ალბათ, ხო და არ ვიცი. ერთი ვიცი არა, ერთი რისიც ჯერა და ვთვლი რომ ძალიან ღირებული ამბავია, რომ იყოს ეს შიდახმა, მოусმინოთ ამ შიდახმას, გავიგოთ რას ამბობს და აი როგორც შენ თქვი, მოყვები. მე ალბათ გვერდზე გავიწიოთ zoom კიდევ ერთი zoom out უკან გავიწიოთ და შორიდან ვერტფრენის გადასახედიდან ჰელიკოპტერ view რა მივეცი შევაფასოთ რა თქვა იმან და განსაზღვროთ რა ხო ეგ პრინციპში ცუდი სულაც არ არის რა მედიტაციის თავარი არსი მთელი მედიტაციის არსი არის რომ დააკვირდი უბრალოდ დააკვირდი, არც აყვე, არც რეაქცია გაქვს, უბრალოდ დააკვირდი. ერთ-ერთი ეგ დააკვირდი არის იმას, რომ შენ სუთქვას რო აკვირდები. ხო. მაგ დროს უბრალოდ შენ ცდილობ რომ დააკვირდეს სუნთქვას, მაგრამ ამ დროს მაგელაპარაკე. ხო, ხვდები რომ სუნთქვის მაგივრად ეს ხმაზე როგორ გაგირიბის რა. და მაგაზე ვარჯიშობ რომ როგორ გამოხვიდე მაგ ხმიდან და კი არა აყვე ამ ხმას, ალბათ დაუბრუნდე ისევ შენ ამ საწყის ასო დააკვირდე სუნთქვას. ხო და ერთ-ერთი კიდე რაც იყო ამ უთქმელის და კი არა ამ კომუნიკაციის ერთ-ერთი განშტოება რაც იყო ეს ეგრეთ წოდებული რეკეტები. თუ გახსოვს აქაც მახსოვს და იქაც მახსოვს. ხო და ეს რეკეტი არის ჩემი საყვარელი distinction-ი ვერაფერ გავთავდი ქართულად რა. განმასხვავებელი, ხო. ჩემი საყვარელი განმასხვავებელი არის ეს რეკეტი. რატო? იმიტომ რომ ქრონიკულად ვაწარმოებ რეკეტებს ჩემ თავზეც. თითქმის ყველაზე და ყველაფერზე გარშემო და რეკეტი რო ახსნათ რა არის რომ ჩივილი, მუდმივი განმეორებადი ჩივილი. რაღაცა რაც არ არის სასურველი, მაგრამ სულ მეორდება შენ ცხოვრებაში. რომ დააკვირდე, ბევრი არის ეგეთი. მაგალითად, შეიძლება ეგეთი კონდეს უფროსზე. რომ ჩემი უფროსი არის ესეთი. კი. მუდმივი ჩივილი. ამ ეს ორგანიზაცია სულ cost cutting-ზე, ანუ ხარჯების შემცირებაზეა ორიენტირებული. ხო, მაგას გულისხმობდი, როდესაც ვამბობდი, რომ DNM-ში გადავიდა, ანუ ჩივილები მასიური გახდა და გავიდა უკვე სისხლში პრაქტიკულად. მაგ ჩივილიდან გამომდინარე მე მოდის შენი ქმედების პატერნი. კი ბატონო. რომელსაც შენ იმეორებ, აქედან ამ ჩივილის საპასუხო ხო, რაღაცად იქცევ. და ჯადოქრობა მე რაც არის ამ რეკეტის. რაც არის გაუთუცნობიერებული. რაღაცა ბენეფიტი გაქვს. როდესაც შენ მაგ რეკეტს აწარმოებ. როგორც ყოველთვის პასუხისმგებლობის არიღებ არის ბენეფიტი ძირითადად. მართალი ხარ, ისინი მწვანე არიან, შენ მართალი ხარ, მე ჩემი რა ბრალია, ისინი ესე არის და ამიტომ მე პასუხობას ავირიდები და ამავე დროს, რასაც კიდევ ვერ ვაცნობიერებთ, აი რომ მაგ ფასსაც ვიხდით, იმიტომ რომ უფასო არაფერი. ხო, არა, ფასი ხდი, იმიტომ რომ აი რაც თქვი რა, იგივე კონტექსტში გადის. მაგითი კარგავ შესაძლებლობას რაღაცა შექმნა. კი. აი ეგ არის, ანუ კავშირს კარგავ ადამიანთან. რო წარმოვიდგინე რომ ადამიანს ზერო რეკეტს აწარმოებ. კავშირებს კარგავ, ურთიერთობას კარგავ, მაგრამ მაგ ყველაფერსაც რო თავი გაანებო, რეალურად შეიძლება რაღაცის მაგარის გამოცხობა შეიძლებოდა, მაგრამ შენ არც კი ცადე გამოგეცხო, იმიტომ რომ და წავედით იმიტომ რომ ხა საერთოდ სხვა რამით დავიწყე, მე მგონი 15 წუთის წინ და მე დავკარგე ეგ აზრი რა. იმის თქმა მინდოდა რომ აი ეს გამოსtildeება რო კარგია მაგას რომ მოდე ამ დროს რაც სუდად ხდება ხოლმე გამოყენება რა ანუ გამოსtildeება კარგია იმ შემთხვევაში თუ გამოსtildeებას იყენებ მომავალში რაღაცის არ გამეორებისთვის რამაც არ მოიტანა შედეგი მაგრამ გამოსtildeება რომ ასე იყო და აწი აუცილებლად ასე იქნება ყოველთვის ამიტომ მოდი მე არ ვწდი მაგისტვის თუ იყენებ, არასოდეს კარგი არ არის, იგივეზე მივედით, რომ კარგავ შესაძლებლობას რა. შენ რა მაგალითის მოიყვანე ბიზნესზე და მაქსტოპზე რა. ანუ რაღაცა გამოსtildeება გვაქვს ცუდი, ამიტომ მოდი ცხოვრებაში არასოდეს ბიზნესი არ გავაკეთო. რაც მე
არასოდეს არ მიფიქრია მაგაზე, მე ნამდვილად არ მაქვს ტვინში ეგ აღქმა მაქსტოპთან მიბმული, მე რაღაცნაირად ბიზნესთან მიმართებით აღიარებული, შეთანხმებული ვარ ჩემთან, რომ არ არის ეგ ჩემი ეგ თქვი სადღაც, როგორც ერთმა ადამიანმა თარგმნა. ჩემი ჩაის ჭიქა. კი, ზუსტად, არ არის ეგ ჩემი ჩაის ფინჯანი. ჩაის ფინჯანია. რაც მომწონს მაგას კუთხით. მაგრამ ეგ არის რა, იმიტომ რომ ეგ ამოსლება გქონდა, არ ვცადოთ, მაგალითად დღეს არ ვცადოთ, რომ მოდი აბა იქნებ წიგნების თარგმნით დავკავდეთ და იქნებ პოდკასტით დავკავდეთ, ხო? აბსოლუტური უგუნურობაა, ხო? რბილად რომ რო ჩაგეჩხირო საუბარში. ეგ რო შენ თავთან გაქვს შეთანხმება, რომ ბიზნესი შენი საქმე არ არის, ზუსტად იმის ნაწილი არის, რომ აღქმა შენ იგეთი რაღაცები აღქმა გაქვს აღწერილი გაქვს ბიზნესი, შეთანხმება გაქვს, რომ ეს ჩემი საქმე არ არის, ანუ უკვე მორჩა გათავდა რა, შენ თავიდან ბოლომდე მთელი შენი რეალობა და მომავალი დეფოლტი დახატე, განსაზღვრე შენი მომავალი, რომ შენ ბიზნესმენი არ იქნები, არ მექნება ბიზნესი, ხო? და ეგ ყველაფერი დარწმუნებული ვარო, სადღაც რომ იქექო ბავშვობაში ან მანამდე ახალგაზრდობაში ან რაღაცა ხდომილების მერე რაღაცის მერე შენ ეგ დასკვნა გამოიტანე და მაქედან გამომდინარე შემოიტანე ეგ შეთანხმებაში. ესმის გულწრფელად რო ვთქვა, მე ამ შემთხვევაში არ მოგატყუებდა ნაფიქრი მაქვს მაგაზე, საი რატო მაქვს ეს დამოკიდებულება, მეთქი რატო არ ვარ არანაირად მეწარმეული სულისკვეთების მქონე ადამიანით, ხო? შეიძლება არის ეგეც, თუმცა ვერ გავიხსენე და უფრო გავიხსენე გეტყვი რა, უფრო გავიხსენე შემოტრიალებული ხდომილება კი არა, არაფერი არ მომხდარა, მაგრამ მოხდა ის, რომ ბავშვობიდანვე ტვინში ჩამიჯდა ჩემი გარემოცვიდან გამომდინარე ის, რომ და რაც ლოგიკურია, იმიტომ რომ ჩემ ბავშვობაში ბიზნესი არ არსებობდა. არსებობდა საქმოსნობა. და ჩამიჯდა განცდა, რომ საქმოსნობა ცუდად გამოვიყენე, მაგრამ იმ კონოტაციით, რასაც ხმარობდით საბჭოთა დროში საქმოსნობას. ჩამიჯდა განწყობა, რომ საქმოსნობა რაღაცნაირად არ არის კაი პონტი, აი ეგ რა. ხო, ანუ მაგის მომენტი ხო რა მოვლენა კი არ ყოფილა, თქვა რაღაცნაირად დაილექა ტვინში, რომ საქმოსნობა და არასოდეს არ მიფიქრია მაგაზე რა. ყოველთვის ფიქრობდი, რომ ყოველთვის ტვინი იყო მოწყობილი კლასიკურ კარიერაზე. მეცაც გეტყვი, ბევრად უფრო კლასიკურზე იყო ტვინი მოწყობილი, ვიდრე სინამდვილეში გამომივიდა, იმიტომ რომ გარემოება შეიცვალა, ცხოვრება შეიცვალა, რატო? ახლა ყველაფერი იგივე რო დავტოვოთ, რაც იყო, ეგეთი აბსურდი რო დაუშვათ, რომ დრო გაიყინა. აუ, დიდი ალბათობით ჩემი კარიერა უნდა ყოფილიყო დიდი ალბათობით დიპლომატობასთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პირდაპირ ბმაში. საერთო სამართალი მაქვს ბოლოს დამთავრებული რა. ხო ხტები, ანუ ეგ იყო ჩემ ტვინში, ეგ არსებობდა და პირველი სამსახური რაც ქონდა ნავთობის საერთაშორისო კორპორაციაში იურისტად, ხო? ეგეც იყო რაღაცნაირი ქვეცნობიერი ბმა რა, რომ თან საერთაშორისო სიტყვა ერია, რაც მე მხიბლავდა, იმიტომ რომ უცხოელებთან ურთიერთობას გულისხმობდა, ანუ მოდი ეს გავუტოლოთ დიპლომატიას, ოღონდ არა დიპლომატობას რა, ხო ხტები და თან იურისტობას ასევე ჟარგონს ვიყვა, რომელიც მომწონს, ჩალიჩობდი ესე რომ შევხედოთ. რომ არ შეცვლილი იყო მოკლედ გარემოებები, ანუ ჩემი აქ როგორც ამბობენ, ჩემი წინასწარ განსაზღვრული მომავალი იმ დაგინებული იყო, ასე რომ ვთქვა რა, არც კი ვიფიქრებდი სადმე სხვაგან წასვლას რა. ვაფშე საერთოდ რა შუაში ამ ჩვენ საუბართან, რეალურად რაც მოხდა ბევრი გარე მოვლენების გარდა, მოხდა ძალიან საინტერესო რაღაცა უნივერსიტეტის მეორე კურსზე, არ ვიცი ის ხალბატონი ცოცხალია თუ არა, მაგრამ ლექტორი მყავდა ეკონომიკაში, რეგინა იაკობიძე რა. არ ვაფასებ ამ ადამიანს როგორც ლექტორს, თუმცა მე მგონია რომ წინვალე ლექტორი იყო, მაგრამ არ მინდა რომ რაღაც დისკუსიას საკითხი გახდეს. ამ ხალმა რომ პირველ ლექციაზე რომ მოყვა
ეკონომიკა რა არის? აუ მეთქი სად ვარ? რა მინდა? აქ მეთქი და ეგ აი მან საერთოდ გადატრიალდა რა რომ ხო მაგრად არასწორად ქონდა. ანუ ის ყველაფერი გადასარევია ცუდი კი არა, უბრალოდ ის რომ ჩემი თავი იქ მეგონა, ეგ იყო ძალიან დიდი შეცდომა, მან გავიაზრე რა რომ ეკონომისტი ჩემგან არ გამოვიდა და არც მიცდია, მაგრამ ის რაზეც ეკონომიკაა, ის მომეწონა. თურმე ეგ არის, რაც მე მადარდებს და რაც მე მიყვარს და რაც მე მხიბლავს და ნუ მე ეს გადაიზარდა თუ სხვა რამეში და მე უკვე აღმოვეჩინე რომ საერთოდ სხვა რაღაცა მომწონს რა, ადამიანები მომწონს და ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ ხო ეგ არის რა რეალურად მაგან გამოიწვია ჩემ გარემოცვაში გაბატონებულმა სხვების ლექსიკიდან გამომდინარე შემოსული ლექსიკათი შენ შეგიყალიბ და აქმა დაკავშირებული იმას დაკავშირებით თუ როგორი არის ბიზნესი, რას ნიშნავს ბიზნესმენობა და ხარ თუ არა შენ ბიზნესმენი. ეგ ყველაფერი განპირობებული არის იმით თუ რა ლექსიკით, რა სიტყვებით, რა კომუნიკაცია ტრიალებდა და რა კომუნიკაციაში იყავ. სუსტად. ეგ ყველაფერი არის სადღაც წარსულში, სადღაც ბავშვობაში, სადღაც ახალგაზრდობაში, სადღაც რაღაცების ერთობლიობით გამოტანილი დასკვნა და რწმენა წარმოდგენაში გადაზრდილი მტკიცებით ფორმაში თან ანუ შენ ლექსიკაში ხო ეგ მტკიცებით ფორმაში გაქვს რომ მე და რაც იმენა მტკიცებით ხო და რაც თვალის ამხელი ჩემთვის ის არის რომ აბსურდია არაფერი კავშირი სიმართლესთან მაგ მტკიცებით ფორმას არ აქვს გარდა იმისა რომ უბრალოდ შენ ეგწენდება წარმოთქვი მტკიცებით ფორმაში და მთელი შენი მოქმედებები დაარსით დამიმტკიცე მე ეგ მე აბსოლუტურად კი მანდ და აი ეს რომ არა აი ეს მოვლენა რაზეც ვილაპარაკეთ წინა ეპიზოდებში რომ არა ეს წიგნის მოვლენა და მე შენს მიერ წიგნის თემებზე დაშენებული ეს საქმიანობა საერთოდ არ იყო არც ერთი ტიპის საქმიანობა, ბიზნეს საქმიანობა, რომელშიც ხედავდი ჩემ თავს. საერთოდ არ იყო. დღეს გულწრფელად გეტყვი, რომ ვერ ვხედავ ჩემ თავს ვხედავ, მაგრამ ამის გარეშე ვერსად ვერ ვხედავ რა. ანუ აუცილებლად სიამოვნებით ცდიდი რაღაცას კიდე, მაგრამ ამას რასაც ეხა ჩვენ ვაკეთებთ, მაგას არ შევეშობოდი არასოდეს რა. ანუ არჩევანი რომ მომწე დიდი ალბათობით თუ რამე ტრაგიკული არჩევანი არ შემომთავაზე, არ დავთმობ რა. მე შემოგთავაზებდი რომ თან მესამე კანონშიც შევაბიჯებდით კარგად და მე შემოგთავაზებდი რომ ამ საქმიანობას აქვს ძალიან ბევრი შესაძლებლობა, განშტოება. რამდენიმეჯერ ვილაპარაკეთ კიდევაც ჩვენმა გუნდმა ამაზე. თუმცა რაღაცნაირად ჩემ აღქმაში მარტო დავში ისევ მაგ წამოწყებაში და ცოტა ის მაქვს ხა მინდა რომ დაუბრუნდე ანუ ამ საქმიანობას ჩვენ რასაც ვაკეთებთ ანუ პირადა პროფესიულ ზრდის მისიას ძალიან ბევრი განშტოება შეიძლება კონდეს რა და გამოვლენა შეიძლება კონდეს რომელიც მონეტიზაციაც შეიძლება ერთ-ერთი მათ შორის ეს არის რასაც ვაკეთებთ მაგრამ ეს ერთ-ერთი ნაწილი შეიძლება იყოს და შეიძლება კარგად შეიკრას თემა და უბრალოდ მოდი მაგ მომავალი შევქნათ და კიდევ ერთხელ ეკცადო ანუ ბარიღამ იგ იყოს მცდელობა და ტესტი დაიდოს იმისი რომ ენა და კომუნიკაცია განსაზღვრავს აღქმას და აღქმა განსაზღვრავს მოქმედებას და მოქმედება კიდე განსაზღვრავს შედეგებს რა და ზუსტად მაგედან მესამე კანონი რაც არის რომ მომავალზე ორიენტირებული კომუნიკაცია გარდაქმნის ადამიანის მიერ მოცემული გარემოების აღქმას და აქედან გამომდინარე ეგ თემა არის რომ მაგალითისთვის დეკლარაციას თუ გავაკეთებ რომ არა ის კი არა რომ მე და ბიზნესი ერთმანეთში არ ვარ და არა ეგ არ არის ეგრე მე დეკლარაციას ვაკეთებ რომ მე და ბიზნესი მეგობრები ვართ თქვათ პირობითად ვიძახი რა უკვე მაგ დეკლარაციის მერე მოქმედებების შესაბამისი გაჩნდა აბა რას ნიშნავს ის თუ მე და ბიზნესი თუ ერთად ვართ მაშინ რას ნიშნავს როგორ მოქმედებს მაგ დროს ლევანი რა ქმედებებში გამოიხატება და წავიდა უკვე და მე ეს ქმედებები თუ ინტეგრიტი არის ანუ თლიანობით ანუ როდესაც სიტყვა ფიქრი და საქმე ერთი და იგივეა ხო როდესაც სიტყვა ფიქრი და საქმე თანხვედრაში არის დამუშევარი ინტეგრიტის
კარგად ჩასმაზე ლექსიკაში. საოცარი არის რა. ძალიან საოცარი იქ არის ალბათ ყველაზე მაგარი განმასხვავებელი distinction-ი, ხო? განმასხვავებელი არ გადათარგმნე? ან როგორ გადათარგმნე distinction? განმასხვავებელია ტერმინი რაც ქვია, ანუ ისა რა გავიგე რა სამბო. განმარტება თუ რაც არის რა, კონცეფცია ხო ინტეგრიტის რა, ანუ როდესაც ეგ ყოფილა კლასიკური განმარტება, მე არ მომიგონია. ხო, როცა სიტყვა ფიქრი და საქმე თანხმედრაშია. იცი, მოდი საწავალ. იცი რატო დავიწყე? ეხლა გამახსენდა რატო დავიწყე მაგ ინტეგრიტიზე? ფიქრს თავი განებე მოკვლევა რა, რომ კი, მაგრამ ეს ხალხი ინტეგრიტი მესმოდა თითქოს რას ნიშნავდა, მაგრამ მივხვდი რომ რაღაც მრავალფეროვანი გაგება გვაქვს ამ სიტყვა ინტეგრიტის რა და ვორენ ბაფეტი ამბობს რა. აუ თუ გავიხსენებ მაგას. მოკლედ რა გირჩევნიაო რო ეკითხებიან რა, როგორი CEO გირჩევნიაო შენ რომელიმე შენ კომპანიაშიო რა. შედეგებზე ორიენტირებულიო. იმის თლიანობის გარეშეო. თლიანობით ადამიანი შედეგებზე ნაკლებად ორიენტირებული და მესამეს რას ეუნება, მესამეს კიდე რაღაცას ეუნება, ვერ ვიხსენებ. ბოდიში, მოკლედ გავაფუჭე ისტორია, მაგრამ იდეა ისაა, რომ ეს კაცი ამბობს, რომ თლიანობა, იმიტომ რომ თლიანობის გარეშე შედეგებზე ორიენტირებული, ახლა აი ძირთადი პუნქტი რაც მომწონდა ეგ მინდა რომ ვთქვა, შედეგებზე ორიენტირებული ადამიანი თლიანობის გარეშე არის სახიფათო. და ულაპარაკოთ ინტეგრიტის მქონე, თლიანობის მქონე ადამიანი ჭირდება მე ჩემ გუნდშიო რა. ლენდმარკი და შესაბამისად ეს ხალხი სტაფრონი და ლოგანი იძახია რომ მაგის გარეშე არაფერი მუშაობს. და რომ დაუკვირდე აბა მანახე რა მუშაობს თუ ქმნილება და მისი ფუნქცია და ანუ რასაც ვიძახით რომ ეს ამისთვის არის და ამ დროს არ არის. და ამ დროს ამას აუ ვერ ხო? ველოსიპედის მაგალითი არის ერთ-ერთი რაც უბრალოდ ამ ლენდმარკი იხსენებს და მახსენდება რომ წარმოიდგინე რომ ველოსიპედს ერთი ბორბალი აქვს დაშვებული. ანუ მისი თლიანობა არის დარღვეული. შესაძლოა ის ვერ ფუნქციონირებს რა. ეხლა შენ ადამიანი რო აიღო. შენ თუ გაიძახი რომ მე სიტყვაზე ვიძახი ვარჯიშობ კვირაში 3 ჯერ და არ ვარჯიშობ კვირაში 3 ჯერ. ანუ შენი სიტყვა შენივე თავისთვის არის ფუჭი. ანუ საერთოდ ფუჭეთ. ეგრევე რომ დააკვირდე შენ ცხოვრებას რომ სადა გაქვს დარღვეული ის რას იძახი რომ გააკეთებ და არ აკეთებ. ან რა მოლოდინი აქვს შენგან, შენი როლიდან გამომდინარე მოლოდინები ხო მოყვება ხა შენ გინდა არ გინდა რაცა და იმას არ აკეთებ. რომ დააკვირდე ცხოვრების რომელ სფეროებში გაგიგენი დარღვეული, მიხვდები რომ უიმე თურმე ეს ცხოვრების სფერო იმიტომ არ მუშაობს, რომ ესენი მაგ დარღვეული. და როგორც კი ამის გამოსწორებას იწევ, ვერ ცხოვრების სფერო მუშაობს თურმე. აი ეს სავარჯიშო არის, საერთოდ თქვა ჩვენთვისაც და მათ შორის სმენელისთვისაც საინტერესო, რომ ჩამოყარე ცხოვრების სფეროები, ჩამოწერებ რაღაც ურთიერთობა მეუღლესთან, კომუნიკაცია მეუღლესთან, კარიერა, ბიზნესი, ჯანმრთელობა, კვება, ძილი, 1000 რავი. ჩამოყარე, მე ჩამოწერე შენი დაპირებები რა არის, რა თქვი რომ უნდა გააკეთო და რა არის მოლოდინები თვითონ ამ როლის. აი მაგალითად ეხლა კვებას თავისი წესი აქვს რა, ანუ რაღაცა ჯანსაღკვებას აქვს თავისი რაღაცა კრიტერიუმები. ეგ ნიშნავს მაგის შესრულება ნიშნავს მანდ თლიანობას რა. ანუ ძილს ქვია თავისი რაღაცა, ხო, მინიმუმ 7-8 საათი გძინავს ადამიანს რა და თუ შენ ქრონიკულად 6 საათი გძინავს, არ მუშაობს შენი ძილი რა, გადაღლილი ხარ, ის ხარ, ეს ხარ. იქ მეუღლესთან ურთიერთობას თავისი რაღაცა მოლოდინები აქვს, როგორც მინიმუმ შეთანხმება გაქვთ რაღაცა. და მე მანდ სიღრმეში რო ჩავდივარ ხოლმე რა იცი რომ რამდენი უთქმელი შეთანხმებები გვაქვს და ტყვილი მოლოდინები, რომლებიც საერთოდ არ გაგვიცვლი ერთმანეთში. მე კონფლიქტების რა რაოდენობა არის, იმიტომ რომ ეს მოლოდინები რომელიც არ არის. რა თქვა. ხო და ზუსტად ეგ თუ ეგ შეთანხმებები დარღვეულია ურთიერთობაში, ის ურთიერთობა არ მუშაობს რა. თლიანი აღარ არის ეგ ურთიერთობა. იმიტომ რომ დარღვეული არის შეთანხმებები მის ხარვეზებით მუშაობს როგორც მინიმუმ. იმიტომ დარღვეულია რა საბურავი აქ დაშვებული მაგ ურთიერთობას. მაგურს მეც. რო წავით ეხლა ეგ ხარ ვიყავით, სად გავიჭედეთ, რაზე ვლაპარაკობდით? მესამე კანონზე ვზავ. ხო. და მანდ რა არის, ხო? ანუ მომავალზე
ორიენტირებული კომუნიკაცია რო გარდაქმნის ადამიანის მიერ მოცემულ გარემოს საქმას, მან მე თვითონ კომუნიკაციები არის ჩაშლილი და საკმაოდ საინტერესო ორი კატეგორიაა მოყვანილი. ერთი კატეგორია არის ეგრეთ წოდებული აღწერითი, descriptive კომუნიკაცია, ანუ აღწერითი ენა და მეორე არის თუ სწორად გადათვალმე, თუ არა და კომენტარებში მიგვითითეთ generative language, ანუ მე გავწერ წარმოქმნითი ენა რა. ქმნილებითი ენა, რომლითაც იქ კი არ აღიწერება რაღაცა წარსულში, არამედ იქმნება. და ბახდა მაგალითი. წარმოიდგინე 52 ადამიანი 1776 წელს მოაწერეს ხელი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დამოუკიდებლობის დეკლარაციას. ეგ რეტროსპექტივაში რო წარმოიდგინო მაგ ხალხმა იქ რა დაწერა და რა დანაპირები დადო და ხელი რას მოაწერა, ეგ იყო იგეთი სიგიჟე ალბათ იმ დროისთვის არავის არც კი წარმოუდგენია და უთქვამს და თავიდან ბოლომდე generative, ანუ ქმნილებითი ენით აღწერილი მომავალი დადეს და ეხა შექმნეს. ანუ შექმნიან დღემდე მოვიდა. მთელი ქვეყანა შეიქმნა მომავალზე დაფუძნებული ენით, იმიტომ რომ იმ დროს აღწერითი ენით მაგით მსგავსი არაფერი არ არსებობდა. რა უნდა აღწერა? მეორე თემა კიდე ეგეთივე. ამ წიგნში მოყვანილი მაგალითი არის ლუთერ კინგის ამ წიგნში და სინეკის საყვარელი მაგალითია I have a dream. I have a dream. და მომავალი აღწერა, რომელიც იყო რომშიც მოუნდა ყველა ცხოვრება, ვინც შემოიერთა ხალხი, ვისაც უნდა მაგ მომავალში ცხოვრება, და ეგ მომავალი დააყენა რა, შექმნა. და ეხლა ხო ისაოცრებო. მთელი თანამედროვე ლიდერშიპ სწავლება რაზეა დაფუძნებული? ხედვით დაიწყე. კი, და ლუთერ კინგთან დაკავშირებით სასაცილო ბრჭყალებში რაც არის, პრინციპში არაცა და რავინ არაფრის შექმნა რა, მაგრამ იმდენად ძლიერი ხედვა დადო, რომ გააგრძელა მისი ხედვა ძალიან ბევრმა ადამიანმა და დღეს პრაქტიკულად სოფლიოში თუ არა სოფლიოს ნახევარში მაინც აღიარებული მიღებული ხედვა ხო არ არსებობს სოფლიოში არცაც მონათლობელობა აღარ არის. ხო აღარ არის, იქ გაათავეს. ანუ რასისტობა შეიძლება არის, მაგასო სრულ ფაზონად შეიძლება არა, მაგრამ დიწილად ხო. ეხლა ბოდიში უნდა ვთქვა მონათლობელობაზე. შოკში ჩავარდი, იმიტომ რომ წარმოდგენა არ მქონდა და არ მქონდა, იმიტომ რომ არ წამიკითხავს არაფერი და არ დავინტერესდა. შენ იცოდი, რომ კორეაში ყველაზე მრავალწლიანი ისტორია ქონია კორეას მონათლობელობის? ბოდი შეხი ისე დიდი სტეიტმენტი გავაკეთე, კაცმა არის არც შემისწავლე მონათლობელობა რომელ ქვეყანაში არის და რომელში არ არის და რას ჩავთვლით მონათლობელობა. რომელ კორეას ლაპარაკობ? სამხრეთზე თუ ჩრდილოეთზე? არ ვიცი, სამხრეთზე. წარმოდგენა. ერთიანზე კაც სანამ გაიყო რამე კორეას ქონია ყველაზე დიდი ისტორია მონათლობელობის. გამოვშტერდი. მე საერთოდ ძალიან ცუდად ვიცნობ იქეთ ხარეს, რასაც აღმოსავლეთს, ანუ მაგის ისტორია კარგად არ ვიცი და მეცაც ვიტყვი, ზოგადად ისტორია კარგად არ ვიცი, ანუ ამ ბოლო დროს ხშირად მიმხვდარ ვარ და შევფეთებულ ვარ ჩემ თავს იმ ვითარებაში, რომ ისტორია დიდად არ ვიცი რა. რეი დალიო გვირჩევს, მე არ ვიცი. ისტორიის ხო. რეი დალიო გვირჩევს ეგეთ წიგნს, რომელიც ძალიან საინტერესო ჟღერს, გეტყვით რატო, იმიტომ რომ სულ 104 გვერდი ყოფილა, რაც უკვე ძალიან საინტერესოა. 104 გვერდიან წიგნს, რომელშიც ჩატეულია სამყაროს რა, სოფლიოს 5000 წლიანი ისტორია. ხო, ეგ რატო გამოვტოვე ეგ მაგ წიგნიდან? რა ქვია მაგ წიგნს? მე მგონი პირდაპირ ეგ რო ქვია History of the World, როგორც ეგეთ ქვია. საინტერესოა. ხო და იმ დღეს შემოხდა რეი დალიოს რჩევები და ამ ბოლო დროს, ბუკლალურად ამ ბოლო დროს დავიწყე მაგ კაცის ნდობა რაღაცეებში განსაკუთრებით. საოცარი წიგნია. ეხლა მომავალთან რო დაუბრუნდეთ, ჩვენ რომ მომავალი შევქმნათ, აუცილებელი არის რომ ცარიელი გასუფთავებული სივრცე გქონდეს. შენც მანამდე ახსენე, რომ ამ პირველი ორი კანონით ვასუფთავებთ სინამდვილეს სივრცეს. რეალურად ხო უნდა გავასუფთავოთ ეს სივრცე. და ერთ-ერთი მეთოდი რაც არის ამ წიგნს მოიხსენიებს, არის ეგრეთ წოდებული completion, ანუ დასრულების მეთოდი. მე მიყვარს უფრო გადაფურცვლის მეთოდი, ანუ დაასრულო, გადაფურცლო, ამ შემთხვევაში გადასარავი სიტყვა გვაქვს ქართულში, გადაფურცლა. ხო, გადაფურცლო რა.
წარსული დატოვო წარსულში და გაანებო ჩამოკიდებას მაგ წარსულზე. და ეგეთი ისტორიები ყველას გვაქვს და ასევე მსმენელსაც ურჩევდი და ჩემ თავსაც შევახსენებდი, რომ დავაკვირდეთ, ვასრულებთ და ვაკეთებთ თუ არა გადაფურცლას ჩვენი წარსული ისტორიების. იმიტომ რომ ჩვენ თუ წარსული ისტორიები ჩვენი არ გადავფურცლეთ და არ დავასრულეთ, მომავალი არის მაგითი გაძეძგილი, ანუ ადგილი აღარ რჩება მერე მომავლის შექმნის. ეგეთი ერთ-ერთი მაგალითი არის თუ წარსულს არ ჩააბარებდა ის 52 ადამიანი აღქმაში, რომ ინგლისი იყო მონარქი და ფლობდა ამ ხალხს და ყოველთვის ეგრე იყო, იმიტომ რომ აგერ შეუძლებელი იყო, რომ ეგ სიტყვები წარმოთქმული იყო, რაც დეკლარაციაში ჩაწერეს. ანუ მაგის სივრცე არ რჩებოდა. აუცილებლად რაღაცნაირი განშტოება გამოვიდოდა კოლონიის. ანუ რას გულისხმობს, რომ ჩვენ თუ კოლონია არ ჩავაბარეთ წარსულს, ოღონდ რეალობაში ჯერ არა, აღქმაში. ის ჩაგვრა, რაც ამ კოლონიას მოქონდა, თუ შენ წარსულს არ ჩააბარე, სივრცე არ რჩება, რომ ახალი შექმნა. მაგალითად, მე და შენ ურთიერთობა რო ავიღოთ, ხო? მე და შენ თუ გვაქვს დაგროვილი წარსული წყენები, ჩვენ თუ ეგ დაგროვილი წარსული წყენები მაგიდაზე არ დავდეთ და არ გადავფურცლეთ, შეუძლებელია რომ მე და შენ საერთო მომავალი შევქმნათ რამე, რომელიც თავისუფალი იქნება მაგ წყენებისგან. ანუ ავტომატურად იქნება მომავალი, რომელშიც შემოტანილი იქნება წყენები და თუ წყენები იქნება, ჩვენი ურთიერთობა და კომუნიკაცია აუცილებლად იქნება შეფერილი მაგ წყენებით. ხო, ეგრე გამო. ხარვეზია. ეგა წამიდი ორგანიზაციაში რო გაამრავლო ბევრ ადამიანის რამდენი წარსული აქვს და რამდენი წყენა და რამდენი რაღაცები დასკვნა აქვს დატოვებული, რომ როგორი იქნება ყველაფერი. ხო, წყენასაც კი არა, ისე ვიბრუნდებით რა, ანუ აქამდეც პრინციპში მაგაზია საუბარი. აღქმა წარსულიდან გამომდინარე უკვე გადასაფურცლია რა. ანუ ის თუ არ გადაფურცლებ, მაშინ იგივე აღქმაში ხარ და აი, მაგი ვთქვი, გამოცდილებას პლუსი ის აქვს, რომ გაითვალისწინო, თორე ისევ იგივე ქმედება თუ ჩაიდინე, რაღა მნიშვნელობა აქვს მომავალს, როგორ აშენებ რა? იგივე მოქმედებით, იგივე მომავალი იგივე შედეგი რატო უნდა იყოს სხვა რა? აინშტაინი, რა თქვა? ყოველში აბრალებენ. როგორ იყო, როგორი ნათქვამია? ერთი და იგივეს რო აკეთებ ელოდები სხვა შედეგს, იდიოტი ხარ რა. მოკლედ ესეა რა. მოკლედ რო თქვა ესეა. ხო და რაღაცნაირად გადაჯაჭვულია ეს რეკეტები და წარსულის გადაფურცვა. არა, იმიტომ როგორც წესი ამ წარსულიდან გამომდინარე ვქმნით მე ერთმანეთის მიმართ რაღაც რეკეტს და შემდეგ ეს თუ არ დავხურე და არ გადავფურცლეთ, ნუ შეუძლებელია და პირადი მაგალითი ერთ-ერთი მათ შორის რო ყვებოდი რომ იმ ადამიანთან რომელზეც შეხვედრაზე დასვნა გამოვიტანეთ ხო. ჩვენ რო ეგ საუბარი ერთმანეთში არ გქონოდა, საბოლოოში მაინც ვერ გადავფურცლეთ, ბოლოს ეგრე გამოვიდა, მაგრამ ვირც კი დაიწყებოდა ეგ ცდელობა, ანუ ეგ რო წარსულს არ ჩააბარო ერთმანეთის მიმართ წარსულში ნაგროვები დასკვნები, რო არ დადო მაგიდაზე პასუხისგებლობა არ ავიღოთ ყველამ ჩვენ ნაწილზე და ეგ არ გადავფურცლოთ, წინ ვერ წახვალ უბრალოდ, ანუ შეუძლებელია რომ წინ წახვიდე. მე ეგეთი რაც მახსოვს completion-ი წერილი, რომელიც ამ წიგნშიც არის ნახსენები ამ წერილის დაწერის მეთოდი, მე გავაკეთე მამაჩვენს. ეგ წერილი მახსოვს. ხო გაგიზიარე შენ იმიტომ რომ მე გამიზიარე. ვიცი, იმიტომ რომ ერთ-ერთი თემა იყო გახმოვანებ. და წერილი იყო ეხებოდა იმას, რომ მე ჩემ თავზე ავიღე პასუხისმგებლობა იმ დასკვნებზე, რა დასკვნებიც გამოვიტანე, რაღაცა კონკრეტული ხტომილებიდან, რომელიც მოხდა. მაგრამ ის დასკვნები ჩემი პასუხისმგებლობა არის. და მე მაგ დასკვნებით და მაგ ბრაზით და მაგ წყენებით რო ვიარე მთელი ცხოვრება, ის ჩემი პასუხისმგებლობა არის. და როგორც კი ეგ ავიღე ჩემ თავზე და დავწერე და მე შენთან გავახმოვანე, მე ეგეთი საოცარი სიმსუბუქე იმის მერე არ მაგის მერეა რომ ლენდმარკში დავრჩი და არ გამოვედი. მე მანდ ვიგრძენი პირველად ძალა იმისა, თუ როგორ განაპირობა მთელი ჩემი ცხოვრება ფაქტიურად ერთმა კონკრეტულმა დასკვნამ. просто დასკვნა გავაკეთე. და ჯაჯმენტი და всё, წავიდა. მთელი ცხოვრება შეაფერა და ფაქტიურად რა. და ანუ ეგ მე ცოტა სიღრმეში ჩავედი და თლათ მარტო ეგ ერთი ეპიზოდის არ იყო, ანუ ბევრი ნაწილი იყო, თუმცა საოცარი სავარჯიშო არის ეს ეგრეთ წოდებული completion-ი, ანუ გადაფურცვა.
ну კონკრეტულად ლენდმარკის ჭრილში მე რაც შემიძლია გითხრა მე არ გამიკეთებია ეგ სავარჯიშო იმიტომ არა რომ დამეზარა იმიტომ რომ არ შემაწუხა არაფერმა რისი დასრულებაც მინდოდა მაგრამ სხვა რამის თქმა მინდოდა მე თქვა რომ ვისმენდი რომ ვკითხულობდი ამ სავარჯიშოს შესახებ და რომ ვისმენდი ამ სავარჯიშოს შესახებ მახსოვს რომ თავში მომდიოდა ერთი და იგივე ერთი მახსენდებოდი შენ კიდე მახსენდებოდა კიდე ერთი ადამიანი რომელმაც ასევე რატომღაც ჩემთან გააკეთა რატომღაც რა აკაცო არასწორად თქვიო ჩემთან გააკეთა კომპლიშენი ფიქრობდი რომ რამდენად რთული სავარჯიშოა და რას ვფიქრობდი იცი გეტყვი რატო თქვი ეგ რას ვფიქრობდი იცი რომ ტვინმა ეგრე გადათარგმნა ჩემმა რომ ესეთი რთული თუ არის თუ გააკეთებ ესე იგი შედეგებიც ეგეთივე მაგარია როგორი რთულიც არის და ეს განცდა მახსოვს რომ ჩამრჩა რომ აი ამ სავარჯიშოს მიმართ რაღაცნაირი პატივისცემა გამიჩნდა რომ კი რთულია მაგრამ სავარაუდოდ უკუგებაც ძალიან დიდი აქვს კლასიკური ცხოვრება არის risk reward-ის ამბავია და უკუგების კორელაცია მთელი ცხოვრება და მე გირჩევდი რომ გაქექო просто იმიტომ რომ უბრალოდ იმიტომ რომ გაქექო და ნახო რა შეიძლება იყოს დაუსრულებელი და ცადო იმიტომ რომ საოცარი შეიძლება მე გავაკეთე კიდე ჩემ ძველ პარტნიორებთან დისტანციურად ისე რომ არც მისაუბრია მათთან აი როგორც ჩემთან რომ ამასთან ვერ ვისაუბრებ და მე მოვყევი ისტორია ერთი სავსე ბრალდებებით სავსე იმითი თუ როგორ დამიშავეს და როგორ ვიყავი მე მსხვერპლი დავაზუსტებ ბიზნეს პარტნიორებზე საუბრო ხო და მეორე ისტორია მე დავწერე სადაც ყველაფერზე პასუხისმგებლობა მე ავიღე საკმაოდ მძიმე იყო რომ მან ჩემი სიმართლე წავიდა უკაცრავა და ნაგავში და იგეთი სიმსუბუქე და ეგეთი ბედნიერება ასევე იშვიათად თუ მიგზუნია ანუ და მაგრამ სულ საშა კაცმანის კითხვა მახსენდება რა გირჩევნია იყო მართალი თუ ბედნიერი გადასარევი კითხვაა და პასუხი კიდე უფრო გადასარევია იძახი ბედნიერებას და სულ ყოველთვის სიმართლეს ირჩევ პრაქტიკაში სინამდვილეში ეგ არის ჩემი არ ვიცი ვერც ეტიკს ვერ ვეყნობი არ ვიცი საიდან მომაქვს მაგრამ ჩემი აი გამოცდილება რაში გადგება ადამიანს რა გადგება რა შეიძლება გამოიყენო აი ჩემი გამოცდილებით რაც დამიკროვდა ყველაზე შემაფერხებელი რაც კი რამ არსებობს ამ ცხოვრებაში არის ქრონიკული მტყვან მართალის ძიების პროცესი მე ასე მძაფრად ჩემ თავზე გარემოზე არ მინახავს არასდროს რამდენად აფერხებს ყველაფერს და აი ეს საერთოდ ეხლა ეს პირველი კანონის მეორე კანონის საბოლოო არის მტყვან მართალისგან გათავისუფლების არსებობს ფაქტი არსებობს მოცემულობა რომელსაც უნდა შეხედო და სიმართლე გითხრა მე ძალიან იშვიათად ან საერთოდ ვერ ვხედავ საჭიროებას ვეძიო ამ ფაქტში მტყვან მართალი, იმიტომ რომ ფაქტის შეცვლას ჭირდება ფაქტის დანახვა და მოფიქრება როგორ შეცვალო. ეხლა მტყვან მართალი ვინ არის? ვერ ვიტყვი რომ მნიშვნელოვანი არ არის. ალბათ მნიშვნელოვანია უფრო ისტორიისთვის. შეიძლება უფრო ისტორიისთვის იყოს მნიშვნელოვანი რა. ხო, მაგრამ ხო, სხვა არ ვიცი. მართალი რო გავარჩიო. თუ მე დავუშვებ და პრაქტიკაში მინახავს რომ ნებისმიერი გარემოება სხვა ადამიანის მიერ აღიქმება სხვადასხვანაირად. ანუ მე ერთი და იგივე მოვლენას უყურებ სხვანაირად და შენ იმავე მოვლენას უყურებ სხვანაირად. აბსოლუტურად. არ ყვი, ეხლა მან მტყვან მართალი. ორივე მართლები გამოვა, იმიტომ რომ ჩვენ გიჟები ხო არა ვართ რა, ანუ ვხედავ მე სხვანაირად რა. ამას ესე ვხედავ, ესე აღვიქვა. ესე იგი ერთ-ერთი გზა ჩვენ რაც გვაქვს, არის რომ ჩვენი აღქმები დავდოთ და მე მოვახდინოთ კონსოლიდაცია მაგ აღქმებს. ანუ მე შენი მხრიდან შევხედო ამას. შენ ჩემი მხრიდან შეხედო ამას. გავიგოთ რომ თურმე უიმედე და ვალიდური არის აქედანაც და იქიდანაც და მოდი ეხა ახალი წარსულს გადავფუსლოთ ეს ისა და ახალი საერთო ხედვა შევქმნათ
და მაგისკენ ვიარ. და მან ყველამართალი უბრალოდ არ არის რა, მან არის შენი პერსპექტივა, მან არის ჩემი პერსპექტივა და მან არის საერთო პერსპექტივა. კი და ხო, მან მნიშვნელოვანია რომ საერთოდ არ არის აუცილებელი რომ შენ გაიზიარო ჩემი პერსპექტივა და მე გავიზიარო შენი პერსპექტივა. მან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ და ამ ორ პერსპექტივაზე დავყნობით შექმნათ მესამე პერსპექტივა. ხო, ანუ აი მაგის თქვა, იმიტომ რომ როგორ წესი ჩვენ ვამთავრებთ საუბარს არა მე ვარ მართალი, არა შენ ხარ. აი ხა არ ვიცი რამდენად ადეკვატური იქნება, მაგრამ ანეკდოტი უნდა მოვყვე, რომელიც ძალიან მიყვარს, ბავშვობიდან ძალიან მიყვარს. ანეკდოტია, ამიტომ ისა დისკლეიმერი როგორ აქვს ქართულად. წინასწარი გაფრთხილება. წინასწარი გაფრთხილება არანაირი ქვე აზრები არ მაწუხებს ამ ანეკდოტის მოყოლებას. ხო. ან ძიბედ დაიწყო ანეკდოტი. არა, იმიტომ რომ არა, აბა, სკანდალისტვის მოემზადა. არა, გეტყვი რატო? არა, სკანდალი გეტყვი, ორ რაღაცას უნდა შევეხო, ებრაელებს და უნდა შევეხო ღმერთს. და შესაბამისად, ხო, ის არის, ვინ რა ჩათვლის, მე რა ვიცი ხა. ხო და ორი ებრაელი მიდის ემასთან რავინთან რა და ერთმანეთზე უყვებიან რა რომ ამან ესეკნა რა არის ესო რა მიქნაო რა რავინი ეუნება რომ რავინი ქართულად რავინია რებე ქართულად რებე რავინი მოკლედ ეს ეუნება რომ შენო მართალი ხარო მოსეო რა ეხლა მეორე ჩაერთვება რა ამან ესე მიქნა იგივე სიტუაციას ყვებიან ოღონდ ერთი და იგივე სიტუაცია ამან ესე მიქნა ბიჭო მართალი ხარ შენ ხო იციო რა და როგორ შეიძლება ორივე მართლები ვიყოთ რა და შენს მართალი ხარ ხო იცი აი ეგ არის ყველა მაგაზე გავახსენე ზუსტად ეგეთივე გაცნობიერება მე სამე მკითხა ეს ხო შენც ეგეთივე დაახლოებით ეგეთივე გაცნობიერება მქონდა ევეგში მენეჯმენტ ვორქშოპზე ვიყავით ერთ-ერთზე ამ ტრანსფორმაციულ თემაზე საშა კაცმანი მომლეთ ცდილობს რომ დაგვაყენოს ჭეშმარიტ გზაზე და ჩვენ სიმართლეებს ვარქვევ და ბოლოს ვიტყვით რომ ყველანი მართლები ვიყავით აბსოლუტურად და ჯგუფის სახელი მენეჯმენტში გადავაკეთეთ ალავ მართალი აი აბსოლუტურად ყველა მართალი აღმოჩნდა ეგ მაგის საქმე არის სხვა შეიძლება აი სიმსუბუქეზე ისაუბრე ბევრი და გათავისუფლებაზე და აი მაგის საქმე რომ ყველა სიმართლისთვის არის ადგილი ამ თითქმის ყველა სიმართლისთვის მოდი მაინც ვიტყვი თითქმის იმიტომ რომ არის რაღაცები რის სიმართლესაც ვერ ვიღებ რა თითქმის ყველა სიმართლისთვის ძალადობის ვერანაირ სიმართლეს პრაქტიკულად ვერ ვიღებ რა არის ადგილი ყველანაირი სიმართლისთვის რა და მაგის საქმე არის მართლა გამათავისუფლებელი და გამათავისუფლების თავი განებო არის ჩემი საყვარელი ემოციის მომგვრელი, სული სიმშვიდის მომგვრელი არა. შენს მართალი ხარ. აი ეს განცდა არის საოცარი განცდა რა. ხო და მესამე კანონთან დაკავშირებით რაც მინდოდა მეთქვა რა, ისევ პარალელებზე მივდივა რა. მაგ კანონზე ეგრევე დავაპარალელე ტვინში ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ციგნის და ადამიანის სწავლება ესე ვიტყოდი რა ჯიმ კოლინსის ეგრეთ წოდებული ბიჰაგის კონცეფცია რა ბიჰაგი არის აბრევიატურა რაც ნიშნავს დიდი ბანჯგვლიანი გაბედული მიზანი big hairy audacious goal რა ხო და ეგ არის რა ანუ ისიც მაგასაუბრობს რა უნდა წარმოიდგინო უნდა წარმოიდგინო რა გვთავაზობს და ამტკიცებს რომ ეგ არის მომავლის აქმა რა უნდა წარმოიდგინო რისკენ მიდიხარ რისთვის ხდება რას საკეთებ რა და ისე რომ ყვებოდი ახლა generative როგორ გადათარგმნე? წარმოქმნითი და აღწერითი. ხო, იქაც ხო იგივე არის. ანუ ეს ბიჰაგი არის წარმოქმნითი ნაწილი, მაგრამ აღწერითი არის vivid აღწერა, ანუ მკვეთრფერებში აღწერა, დეტალებში აღწერა ამ მომავლის, რა. დაწყებული, რა ვიცი, ოფისი როგორი გვაქვს, კომპანიაზე როცა. არა, ეგ წარმოქმნითი არის, იმიტომ ნახე, აღწერითი არის მარტო ის წარსულს აღწერს. ანუ შენ რომ მომავალს აღწერში გარიგულს ხელ. მე რომ მომავალს აღწერ,
ეგ აღწერითი ენა არის, ეგ ისე წარმოქმნითი ენა არის, იმიტომ რომ მე წარმოვიდგინე და წარმოვქმენი მომავალში ეგ ოფისი როგორი არის და არ მოვყევი ჩემი არსებული ოფისი როგორი არის. всё, გავიგე, უკაცრავად გავიგე. ხო და ნუ მაშინ ეგ არის რა, იგივე გალითია, იგივე მაგალითად არის, იგივე კონცეფციაა, რაცაც ნუ სხვა სიტყვებით ცოტა და სხვა შეფერილობით იყენებს ეს კაცი და ნუ იქიდან გამომდინარე რომ მისი იდეოლოგია ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელია, ამიტომ მომეწონა როდესაც პირველად რა ერთხელ მაგ საკითხულება ეს წიგნი როდესაც პირველად წავიკითხე, მაშინ ეს პარალელები ვერ დავიჭირე რა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ის უკვე წაკითხული მქონდა და მაშინ უკვე იმის გავლენის ქვეშ ვიყავ. ეხა უფრო დავიჭირე ეს პარალელები რა, იგივე იმას საზრისით ცხოვრებაზე რო ბევრი ვილაპარაკეთ, საზრისით საქმის კეთებაზე. ეგეც პრინციპში მომავალია. ეგ არის მომავალია რისთვის? იქ სადღაც რისთვის რა? სულ მომავალია რა და ეს ყველაფერი რო დაჯდა ეხა ჩემ ტვინში კიდევ ერთხელ დავწუნდი, რომ ორმხრივად ღირებული საქმიანობაა ეს რასაც ჩვენ ვაკეთებთ, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა პრაქტიკულად ყოველ ეპიზოდზე ვაკეთებ გადააზრებას ბევრი რაღაცის, რაც მეგონა რომ ყარად მქონდა ჩამოყალიბებული რა. ზუსტად იგივე თემას რო შევეხოთ ამ ხედვის გენერირებას და წარსულის გადაფურცვლის მნიშვნელობას რომ მომავალი შექმნა მახსენდება ისევ იგივე გამოცდილება ერთ-ერთ ორგანიზაციაში მუშაობდი, კონსულტანტის როლი მქონდა მაშინ და ერთ-ერთი საქმე რაც იყო ვაკეთებდით მოკლედ ხედვის ჩამოყალიბებას ორგანიზაციის ხედვის ჩამოყალიბებას. მანდაც ვორქშოპებზე წინ ვერ მიდიხარ თუ წარსულს არ ჩააბარებ რა. ანუ თუ წარსული არ დახურა ამ ორგანიზაციამ, მომავლის ხედვა არ იქნება, მარტო იქნება არსებულიდან და წარსულიდან გამომდინარე ხედვა. ანუ წარსულით და არსებულით განპირობებული ხედვა იქნება, რომელიც ყველა ვარიანტში არის ეგრეთ წოდებული default უკვე წინასწარ განპირობებული მომავალი არის, რომლისგან ისედაც მიექანება ეს ორგანიზაცია რა. მე ერთი რაც შემიძლია ვთქვა, ჩემი გამოცდილებით ვთქვა, რომ ყველაზე რთულია სრულად გადაფურცვა. ანუ აი რა თქვი ნახევრად რა ცალკბად ხო თქვი, ცალკბად გადაფურცვა არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი რა. ესე აი და ისევ ინტეგრიტისთან მივდივართ, თლიანობასთან მივდივართ. თითქოს გადავფურცლეთ, ხმამაღლა ამბობ რომ გადავფურცლეთ. ტვინში ვფიქრობთ რომ გადავფურცლეთ, მაგრამ ნახევრად გადავფურცლეთ და შესაბამისად ჩვენი ქმედებებიც გამოდის ნახევრად გადაფურცლის შედეგად რა ქმედებაც შეგიძლია გააკეთო რა. და მაგის გამოსლება მე მგონია რომ მაქვს რა. იმიტომ კი არა რომ ვიღაცამ ვერ გადაფურცლა, იმიტომ რომ მეც სრულად ვერ ფურცლა, ვერ გადავფურცლე წარსული თან ის წარსული, რომელიც პრინციპში ჩემი არ იყო. საერთოდ არ იყო ის ჩემი წარსული. მაგრამ იმდენად არა მოყოლადია, არა, ჯამში ვლაპარაკობ, კომპანიაზე ვსაუბრობ რა. ანუ კომპანიაში აკუმულირებული გამოცდილება სრულად ვერ გადავფურცლე რა, ანუ ჩემ რა დატოვე, წენა დატოვე რა აქენი. მოლოდინები დავტოვე. ანუ რო ესე იქნება. ესე გამოვა მაინც. ჩემ ტვინში დავტოვე რა წილი მოლოდინები, რომ ეს მაინც ესე იქნება. შესაბამისად გამოვიდა და არ შეიქმნა არაფერი ახალი რა. ხო და მაგიტო ვთქვი, რომ ეხა ძალიან მიხარია, რომ ვხედავ, რომ მე ჩემ აქმაში გადაფურცლულია. სრულიად ახალი რამე ხდება დღეს. იქ სხვამ გადაფურცლა და იმიტომ შენ მონაწილე ხარ მაგის? არა, ეგ მიხარია, სხვამ რო გადაფურცლა, თორე მე რო ვერ გადავფურცლე, ამ სხვებია. შენ ვერ გადაფურცლა და არ შეიქმნება არაფერი ახალი. თუ გადაფურცლავს შეიქმნება, ან სხვა შეიძლება არც ქონდა გადასაფურცლი და იმიტომ შეიქმნა ახალი რა. შეიძლება. მაგაში, მაგ გადაფურცლაში ზოგადად და არა მარტო გადაფურცლაში ეს ავტომატურად მოკლედ ჩვენი ტვინი აგენერირებს მხოლოდ გადარჩენისთვის აუცილებელ კომპონენტებს. და გადარჩენისთვის აუცილებელ კომპონენტში იყო მართალი არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ მართალი არ ხარ ესე იგი მტყვანი და თუ მტყვანი ხარ, მტყვანი ცუდი კონოტაციით არის, რაღაცა ესე იგი ნაკლოვანება არის შენში და შესაბამისად გადამრჩენელ ეგოს არ უყვარს რომ იყოს მტყვანი. ანუ ეგოსთვის ეგ აუტანელია რომ არის მტყვანი. და აქედან გამომდინარე შენ სულ ყოველთვის გახსენებს
შენი ეს ავტომატური შინაგანი ხმარას თქვით ისეთ რაღაცებს, რომელიც გეხმარება გადარჩენაში. და ანუ აი გადაფურცლა სამუდამო არ არის. ანუ ის შენი ეგო რომ აი ხო მართალი იყავი, ყოველთვის შეიძლება ამოტივდივდეს. ანუ შენ ცნობიერად მაგდროს მე რაც მეხმარება რომ ცნობიერად პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემ თავზე ისე. ანუ მე ვარ მაგის შემოქმედი რაც იყო. ანუ მე კი არ გამიკეთეს ვიღაცამ რაღაცა. ხო, მე ვქენი. მე ვქენი ეს, მე შევქმენი, ჩემი ქმედებები მაგამოიწვია ეს და როდესაც შენ პასუხისმგებლობას 100% ყველაფერზე იღებ, შენ აპრიორი არავინ გასამტყვანებელი არ აკყავს. ანუ ყველა ვარიანტში შენ ხარ და შესაბამისად არც მტყუანმართალი აღარ რჩება, მანდ უბრალოდ შენ ხარ რა? ხო, მე ვარ. ხო, ნუ რა, იმის თქმა მინდოდა რომ მან მნიშვნელოვანია რომ არ გადახვიდე ადამიანი მე ვარ დამნაშავე რეჟიმში რა. პასუხს აღება არ ნიშნავს თვითგვემას. აბსოლუტურად მაგისკენ მინდოდა რომ წავსულიყავი რომ პასუხისმგებლობა ჩემთვის პასუხისმგებლობის აღება ნიშნავს პასუხისმგებლობის აღება რაღაცის შეცვლაზე. ანუ ეს რაღაცა იყო მე ვიყავი აქ მონაწილე და მე პასუხისმგებელი ვარ იმაზე რომ ეს თუ არ მომწონს აღარ იყოს ესეთი. ხო. ეგ არის ჩემთვის პირველი კი არ თავარი გამოხატულება პასუხისმგებლობის აღების რა. კი, ანუ კი და ხო, ანუ პასუხისმგებლობის აღება არნიშნავს თვითგვემას, იმიტომ რომ თვითგვემა არ არის პასუხისმგებლობის აღება. თვითგვემა უფრო მეტად არის თავის გამართლება. თვითგვემა ლექსიკა რო წარმოგიდგინო, თვითგვემაში შენ ბოდიშს იხდი რეალურად. კი. პასუხისმგებლობა ბოდიშს არ იხდი. ხო, მე გავაკეთე. არა, ბოდიში შეგიძლია მოიხადო კი ბატონო, მაგრამ ეგ არ არის პასუხისმგებლობა. ანუ ბოდიში მოხდით პასუხისმგებლობას არ იღებს, რომ პასუხისმგებლობას იღებ იმითი, რომ შენ ქმედებას აცნობიერებ. ქმედებაა პასუხისმგებლობა. და მე ეძახი რას გააკეთებ ხვალ სხვანაირად. ეგ მინდოდა მე. გააკეთებ ბოდიში წაიღე უკაცრავად და იმაში. ბოდიშს პურზე ვერ წაუსვევ, გადავთარგმნე მშვენიერი რუსული გამოთქმა. ხო, ეგ არც. არა, ბოდიში არ მადლობაზე უკაცრავად, ხო, ბოდიში მადლობაზე, მაგრამ ბოდიშზე გადავთარგმნე, კაი. და ეხლა მინდა რომ იცი რა შევეხოთ. საბოლოო ჯამში მე სამი რაღაცნაირი ფუნქცია გამომდინარეობს ლიდერობის აი ამ სამ კანონზე დაფუძნებული, ხო? რომელიც რაღაცნაირად high performing არის ალბათ მაღალ შემოქმედებით თუ ნუ ალბათ აგვნა ვთქვათ მაღალი ხარისხის შემოქმედებით. მაღალი ხარისხის შემოქმედების მქონე ორგანიზაციული კულტურა რო შექმნა, რაც სამ რაღაცაზე აკეთებს აქცენტს ავტორები, რომ რა უნდა გააკეთო და ერთ-ერთი ეს სამი არის რა არის, რომ სხვებს მიეცი სიტყვა ისტორიის დაწერაში, ანუ სხვები ჩართე მოკლედ ამ ისტორიის დაწერაში, დაოსტატი რომ მართო და იყო ცნობიერი რა საუბრები მიმდინარეობს ორგანიზაციაში და მესამე არის თანაავტორი გახადე მომავლის ორგანიზაციის წევრები. ანუ ხარო ჩაუყვეთ რა თითოეულს, ანუ არის რომ თავიანთი პერსპექტივა, შენ როგორც ლიდერმა შენი პერსპექტივა რომ დადო მაგიდაზე და ეს არის პერსპექტივა. ჯერ იმათი უნდა მოისმინო. არაფრის შედეგის მომცემი არ. ყველა პერსპექტივა თუ არ შემოიტანე ჯგუფში და აბა შენ ამას როგორ ხედავ, აბა შენ ამას როგორ ხედავ, აბა შენ ამას როგორ ხედავ, აბა მე ამას როგორ ხედავ. ეს არ დაიდო და ყველა უიმე დედა თურმე რამდენი პერსპექტივა აქვს ამ ერთ ხდომილებას, ეს არ გაიაზრა ორგანიზაცია. მაშინ არაფერი არ გამოვა რა. მან ერთი კაი მაგალითი რაც მქონდა იყო უბრალოდ რაღაცა leadership ლიდერობაში ფეხის წაცდენა მქონდა ერთ-ერთი რაშიც ძალიან გამიბრაზდნენ ჩემი გუნდი გამიბრაზდა მოკლედ და აბა მაგ მეორე დღეს მოდი დავიწყოთ ბოდიშით თქო თან ვიღადავეთ აქ გამოვიდა ყველაფერი და მოკლედ მან იგეთი სავარჯიშო გავაკეთეთ რომ ყველა მავწერეთ ის კონკრეტული ხდომილება როგორ დაინახეს ხო ჩვენ რა თვალით ხედავთ და ემოციას გადააკ ბრალეულობისგან და ბრაზისგან შემოაკ უფრო ოკეი ხო და რაღაცა დაიდო მოკლედ ეს სიტუაცია და გაიხსნა სივრცე იმისთვის რომ უკვე მე სხვა რაღაცა შეგვექმნა და გადაგვეფუცლა მათ შორის ეს წარსული და შემოგვეტანა მე რაღაცნაირი ახალი მომავალი. ხო, ან პრინციპში ბოლის გამოშვების ამბავია რა.
ვიცი რა არის ბოლის გამოშვებას არ დავარქვევდი, იცი რას დავარქვევდი, ნახე მე რო გაგებული და მოსმენილი ვიყო, აუცილებელია რომ ჩემი პერსპექტივა იყოს დანახული. სხვა შემთხვევაში მე თუ უბრალოდ ხო ბოლის გამოშვება არა, უნდა გაცადო რომ შენი მითხრა. ხო, შენი ამოთქვა. ანუ ამოთქვა შენ ეხა ეს ბოლის გამოშვება როგორც ეს გამოიყენება ცოტა უფრო აგრესიულ ხო შეიძლება ეგეც იყოს სხვათ შორის რა მნიშვნელობა აქვს ანუ შენი გულის ნადები უნდა გათქმევინო აჰა მეტი ლამაზად რა ვთარგმნო ხო ეგ არის რა შენი უნდა მოვისმინო ყველასი უნდა მოვისმინო და მე შეგვიძლია ვილაპარაკოთ ყველა მაგიდაზე რომ დავდევთ მე შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე რომ ეხა გადავწიოთ მაგიდიდან რაც ყრია მაგიდაზე უამრავი არასაჭირო არაფრის მომცემი ამ მომენტში ნიუთი და იქ დავიწყოთ ახალი ლეგოს აწყობა რა ეგ არის მეორე რაც არის ეს სასაუბრო conversation როგორ არის ქართულად საუბარი არის ხო? კი, სასაუბრო კულტურის ბოლაში დაოსტატება. მანდ არის რომ ორგანიზაციული კულტურა შეიძლება ალბათ ჯამში ყველა იმ საუბრებისგან რაც ხდება. ხო, ეს არის ფორმალური საუბრებიც და არის არაფორმალური საუბრებიც. ხო, ანუ აი რაღაცა კორიდორებში ინფორმაციის გაცვლები იქნება ეს თუ შეხვედრები იქნება თუ შეხვედრების მერე ვეძახით მე ხო ვეძ რომ წავა. იქ ამბავი და მან რავი რა მანდაც მახსენდება ის მაგალითი როგორ შევთანხმდებოდით ხოლმე რაღაცაზე ერთ შეხვედრაზე და მე გამოვდიოდით და ცალკე რაღაცა მოკლე ვიწრო წრე წარსულზე დაფუძნებს მაინც არაფერი არ გამოვა იმ საუბარს ხო კლასიკა ეგ ხო ჟანრის კლასიკა ხო რა პრობლემა რა არის ნახე რა მახსენდება რომ ის ანთებულობა რაც იმ შეხვედრაზე იქნებოდა აი ამ მიკროსაუბრით ხრებოდა და თუ ლიდერმა არ იცის რომ ეს მიკროსაუბრები ხდება და ამ მიკროსაუბრებს იმას გონია რომ თავისი გააკეთა ხო პრობლემაა რა და კაი ბოლოსკენ მინდა წავიყვანო და თანაავტორობას მინდა შევეხო მომავლის რაზეც საბოლოო ჯამში მანამდეც ნასაუბრები გვაქვს ალბათ თუმცა რამხელა მნიშვნელობა და ეფექტი აქვს იმას რომ მომავლის ხედვაში და ორგანიზაციის მომავლის შექმნაში შემოიერთებ სხვა თანამშრომლებს და კოლეგებს და გააჩენ რაღაცნაირ ownership რომელიც ქართულად არის ვერავი რაღაცნაირად საკუთრების შეგრძნებას თანაავტორობის შეგრძნებას რომ გააჩენ თანამფლობელობა ხო და აუ ისევ და ისევ შემიძლია იგივე იმ ორგანიზაციის გავიხსენო რომელშიც კონსულტანტი ვიყავი რა ენთუზიაზმი და ემოცია იყო როდესაც გუნდმა ერთიანად ჩამოაყალიბა ხედვა და არ იყო რაღაცნაირი მოტანილი ხედვა ხო მაგაზე თავიდანვე მაგითი დავიწყეთ საუბრები რა რომ ეგ არის ამ წიგნშიც არის ყველგან არის აბსოლუტურად და ზემოდან ქვემოთ ჩატანილი რაც არ უნდა იყოს ძალიან ცოტა რაღაცაა ზემოდან ქვემოთ ჩატანილი რომელიც საბოლოო ჩვენ ხო ვლაპარაკობთ მოკლევადიან ეფექტებზე შეიძლება მოკლევადიანი ეფექტი ქონდეს რა ნებისმიერ რაღაცას რა მაგრამ ეს არ იქნება გრადი ეფექტი ანუ შენ თუ გინდა ეს რაღაცა რაც ჩაგაგ ზემოდან ქვემოთ ესე ბრძანებით კონტექსტში შენ თუ გინდა რომ ეს მუშაობდეს 2 წლის თავზეც, 1 წლის თავზეც და 5 წლის თავზეც და გინდა რომ ეს იყოს კულტურის ნაწილი, ღირებულებითი საკითხი არა, შეუძლებელია რა. გამორიცხულია. მაგარი იყო. კაი, ეს რთული ეპიზოდი და წიგნი მე მგონი ადვილად ჩავაგრიალეთ რა. მე ყოველ შემთხვევაში ვისიამოვნე. მეც ძალიან ვისიამოვნე და ნამდვილად ძალიან რთული იყო რა. საუბარიც რთული იყო და კონცეფციებიც რთულია. და მე უბრალოდ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მაქსიმალურად შევძელით სათქმელის მიტანა სმენელამდე. მე მგონია რომ ჩვენ შემდეგი ეპიზოდში სადაც სტუმარი გვეყოლება და ზუსტად იგივე თემაზე ვილაპარაკებთ და ის სტუმარი ამ საკითხში ჩვენზე ბევრად გარკვეული არის კიდევ უფრო მეტად დაგვეხმარება როგორც ჩვენს და მსმენელს რომ ეს კონცეფციები კარგად გავიაზროთ და პრაქტიკაში მე გადავიტანოთ. ეგ კაი რამე გაგხსენდა შენ. შემდეგი ეპიზოდის იმედად ვარ. იმედად კარგად ბრძანდება. კი ბატონო. ნახვამდის ბედნიერად. დროებით.